που μια φορά που το συνάντησε μου λέει ότι ξέρεις არამედ არსებითად ότι είναι Πιωδίνεται να μιλώ. και θα πάρουμε το μισθό Θα μιλώ πιωδίνεται. ζωή. Δεν είναι έτσι μου έλεγε. წმინდა პაისის უთქვავს, რომ ზოგჯერ ადამიანებს გონიათ, რომ Τη χάρη του Αγίου Πνεύματος თუ ეკლესიაში იმიტომ დავდივართ, რომ სიკვდილის მერე მოხვდეთ 60-შეშიო. ანუ შედეგს ველოდებით მხოლოდ 60-ში. არ არის ასეო. ესო იმას გავსო, ექიმა რო წამალი მისცეს ნეულს და უთხრასო, რომ მოკვდები მერე განიკურნებიო. ეკლესიაში ადამიანს შეუძლია უკვე ამ ცხოვრებაშივე გრძნობდეს გრძნობდეს მადლის სისავსებს. δεν κολλάει η καρδιά του και δεν υποτάσσεται στα υλικά και ανθρώπινα πράγματα. თანაც თავისუფლდება ამ ქვეყნიური ბორკილებიდან და შეუძლია იყოს თავისუფალი, ნამდვილად თავისუფალი. რო არ იყოს მიჯაჭვული არანაირ სულიერ, არანაირ ამ ქვეყნიურ ნივთზე. რაც შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ჩვენი ბერი იოსები, ჩვენი მოძღვარი. ძალიან პრაქტიკული ადამიანი იყო, ჩართული იყო ყველა პრაქტიკულ საქმიანობაში მონასტრისა. ძალიან ხელმარჯვე ადამიანი იყო, მაგრამ არაფერზე გული არ ეჯაჭვებოდა. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ზეცისას ფიქრობდა, ზეცისას ძრახავდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო პასუხისმგებელი დიდ სულიერ საძმოზე. მოვიდა ისეთ მონასტერში, რომელიც განსახლებელი იყო. ვინც არის ის 1987 წელს გადმოვედით აქ, დაგვხვდა 12 ბებერი მონაზონი ამ უზარმაზარ მონასტერში და ძალიან იყო ფაქტიურად სასაფლაო. მატერიალური მხრივადაც და სულიერითაც. და ამ ყველაფრის განახლებაზე პასუხისმგებელი იყო ბერი იოსები. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ 3 წელიწადს ის მოხუცი ბერები მართავდნენ მონასტერს, სანამ 90 წელს გადმოვიდა ჩვენს მმართველობაში. და მიუხედავად ამისა, რა მინდოდა მეთქვა, ჩვენ მოძღვარს არ ქონდა არანაირი მიჯაჭვულობა, ადამიანური ღელვა იმაზე თუ როგორ გაართმევდა თავს ამ საქმიანობას. სრულად სავსებას გრძნობდა შიგნით და ამიტომ ვერაფერი, ვერც საქმე, ვერც პასუხისმგებლობა, ვერც პრობლემა მის გულს ვერ იპყრობდა. მართლაც ეკლესიაში ყველაზე დიდი სასწაული არის მკვდარ სულების გაცოცხლება. ყველა არის ის, რომ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს საღვთო მადლი და გახდეს მადლით ღმერთი. შეიძინოს სული წმინდის ნიჭები, სიხარული, სიყვარული, სიტყვოება, მარხვა და ასე შემდეგ, რასაც პავლე მოციქული ჩამოთვლის. ამ ნიჭების მოხვეჭა შეუძლია ყოველ ადამიანს ეკლესიაში. ბერი გვეუბნებოდა ესენიო, დაწერეთო ფურცელზე და ყოველდღეო გადახედეთო რა ეს ნაყოფები სული წმინდისა მაქვს თუ არ მაქვს. და როდესაც ასე შეადარებთ თქვენ თავსო წმინდა წერილს, მიხვდებითო რა შორს ხართო მიზნიდან. რამდენად შორს ხართ, იმას მიხვდებითო. არ ვართ ეკლესიაში იმისთვის, რომ გავხდეთ უბრალოდ ზნეობრივად უბიძო ადამიანები.
არ არის სწორი. ერთმა ახალგაზრდამ უთხრა, ეკლესიაშიო ისო არ შემიძლიაო სულ აკრძალვები ცხოვრებაო, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო და არავინ არ მიეუნებაო, საით უნდა დავიძრაო, საით უნდა წავიდეო. არ გავაკეთო გასაგებია, მაგრამ რა უნდა გავაკეთო და რა არისო, ასე ვთქვათ, სიამოვნება სულიერი ცხოვრების. ეკლესია კიდე გვაძლევს ამ მადლს, რომელიც ადამიანს სრულებას აგრძნობინებს, სისრულეს, სავსებას აგრძნებინებს. აძლევს ღმერთი ადამიანს საღვთო სიყვარულს. ადამიანს აძლევს ღმერთი საღვთო სიყვარულს, რომელიც აზრს აძლევს ადამიანის ცხოვრებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი არის ჩვენთან ახლოს, ჩვენთან არის ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათვის. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ქრისტესთან ურთიერთობა, ლაპარაკი, უშუალო კონტაქტი, რასაც პირველ რიგში ეხმარება აღსარების საიდუმლო. ადამიანი როდესაც ცოდავს, ცოდვის შედეგი არის სიკვდილი. და საიდან იწყება ცოდვა? იწყება ცოდვილი აზრიდან. გადადის ცოდვილ სიტყვაში და მერე კი ცოდვილ საქმეში. მაგრამ როგორც კი შეიწყნარებს ადამიანი ცოდვილ აზრს, ხდება დემონური ენერგიის გავლენის ქვეშ. და სადაც არის დემონური ენერგია, იქ ღმერთის მადლი არ მოდის. და რა გვათავისუფლებს დემონური ენერგიებისგან, გავლენისგან? აღსარება, სინანული. და საღვთო მადლს ის კი არა, რომ არ შეუძლია არ შეიძლება რომ ცოდვა და მადლი იყოს ერთდროულად ერთ ადგილას. და როდესაც აღსარებით იწმინდავს ადამიანი სულს, მერეც წმინდა ზიარებასაც სხვა ძალა აქვს. ძალიან ბევრჯერ მომისმენი ადამიანებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ძმებისგან, რომ ზიარების შემდეგ ლოცვა უფრო ადვილად მიედინება, ზოგჯერ თავისით მიედინება. ადამიანი გრძნობს სიმდაბლეს, ანუ გრძნობს, რომ არის სავსე, მაგრამ არის ყველა ადამიანზე უარესი. არ აქვს კომპლექსი არასრულყოფილებისა, მაგრამ არ უნდა არავიზე მეტი იყოს ან რაღაცით აჯობოს სხვას. ეს არის ზღვაში წვეთი იმ გამოცდილებასთან ერთად, რაც აქვს ყურადღებიან მონაზონს. სხვაგვარად მონაზნური ცხოვრება ადამიანს შეიძლება რუტინად და უაზროდ მოეჩვენოს. ფსალმუნში რო წერია ღამემა ღამესა და დღემ აუწყოსო მეცნობაო, მეცნიერება, ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად ადამიანს, სულიერ ადამიანს ორწმუნეს ყოველ დღე ეზრდება სულიერი ცოდნა, გამოცდილება. და როდესაც ცოდნაზე გვაქვს ლაპარაკი, არ გულისხმობთ თეორიულ მარტო ცოდნას, არამედ გამოცდილებისეულ ცოდნას. ანუ ადამიანი შეიმეცნებს ჭეშმარიტებას, შეიმეცნებს ქრისტეს, იმიტომ რომ ჭეშმარიტება არ არის იდეოლოგია ან თეორია, არამედ პიროვნება. ამ ჭეშმარიტებას რაც მეტად ვეზიარები, იზრდება ჩემი ცოდნაც, ეს გამოცდილებისეული ცოდნაც და იზრდება ჩემ მიერ ღმერთის შეგრძნება. ადამიანი ხდება ერთი ღმერთთან,
რაც ადამიანური სიტყვით არ გამოიხატება და არ შეიძლება აღიწეროს. და მე ადამიანს ესეთი პარადოქსული სურვილი, როგორ ვთქვათ, ძალა ეძლევა, რომ ჯვარი იტვირთოს. მზად არის ცხოვროს შეჭირვებით, როგორც ქრისტემი ცხოვრა შეჭირვებით. აღარ ეშინია ადამიანს ჯვარის, არამედ პირიქით ელოდება, იმიტომ რომ იცის რა მადლი აქვს ჯვარის მიერ ცხოვრებას. ჩვენც უნდა ვბაძავდეთ ქრისტეს ცხოვრებას. როდესაც მამები ჩივიან ხოლმე რაღაცაზე, პრობლემებზე, სირთულეებზე, ცხოვრებაში, განსაცდელებზე, მეც იმას ვეუბნები, რაც ჩვენი მოძღვარი მეუბნებოდა. არ უნდა გინდოდეს ჯვარიდან ჩამოსვლაო. ჯვარიდან არ ჩამოდიან, ჯვარიდან ჩამოხსნიან. ებრაელები ხო ქრისტეს თითქოს სამართლიანად ეუბნებოდნენ, რომ თუ ღმერთი ხარო, ჩამოდი ჯვარიდან და ვიწამებთ შენსასო. და ლოგიკურად გამართლებული იყო მათი მოთხოვნა, მაგრამ როგორც ამბობს წმინდა ნიკოდიმე მთაწმინდელი, ზუსტად ღმერთი რო იყო, იმიტომაც არ ჩამოვიდაო. ღმერთი ამიტომაც უშვებს განსაცდელს, ამიტომ უშვებს სირთულებს ჩვენ ცხოვრებაში, ან რაღაცა წინაღობებს შევხვდებით, ან ვინმე ავად გახდება, ან ჩვენ თვითონ შინაური ავად გახდება, ან ჩვენ თვითონ გავხდები ავად. ამ ყველაფერს იმიტომ უშვებს, რომ ჯვარის მონაწილეები გავხდეთ. ყოველი სირთულის, ყოველი განსაცდელის უკან რა იმალება? იმალება სასწაული. რა არის ეს სასწაული? ღმერთის მადლი გვანუგეშებს და გვაძლევს ძალას მოვითმინოთ და შინაგანად გქონდეთ სული წმინდის სიტკბოება. ადამიანს შეიძლება დევნიდან ავიწროვებდნენ, მაგრამ შინაგანად ღმერთის მადლს ხელშესახებად გრძნობდეს. არასდროს არ უნდა დაავიწყდეს ჯვარცმული ქრისტე და უნდა ცდილობდეს მიიბაძოს თავის ცხოვრებით ქრისტეს ცხოვრებას და მაშინ გრძნობს ამ ძალას გულში. იმ ძალას, რომელსაც ქრისტე ამბობს, რომ გაძლევთო ძალას გველთა და ღრიაკალთა, მორიელთა ზედრო დათრგუნოთ. ეს ძალა იყო, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს, მოხუცებს, ბავშვებს აძლევდა ძალას მოწამეობისა. იყვნენ გოგოებიც, იყვნენ ბავშვებიც, იყვნენ 10, 12, 14 წლის. წმინდა ხარლამბი 108 წლის იყო. ასეთი ადამიანი დღესაც არიან მონაზვნები, არიან მღვდლები, არიან უბრალო მორწმუნეებით, რომლებიც ძალიან დიდი სულიერი მდგომარეობა აქვთ, რომლებსაც შეუძლიათ შორეული მოვლენების ცნობა და პრობლემების გამოგვარება, დემონებთან ბრძოლა, ის, რასაც უარყოფს დასავლური კულტურა, ცივილიზაცია. გონიათ, რომ დემონები არის პერსონიფიკაცია ბოროტების. არ ჯერათ, რომ არ წამთ, რომ არსებობენ დემონები. არა და არსებობენ. არ არიან შექმნილები ბოროტებად, მაგრამ თავისი არჩევნით გახდნენ ბოროტები. ამ ყველაფერს, ამ ძალას გვაძლევს საღვთო მადლი. ადამიანს ღმერთისგან აქვს მოცემული შეუზღუდავი, შეიძლება ითქვას, ხელმწიფება, ძალა.
იოანეს სახარებაში დასაწყისშივე რას ვკითხულობთ, რომელთა შეიწყნარეს იგიო ქრისტე მისცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისაყოფნად და რაში მდგომარეობს ეს ძალა უპირველეს ყოვლისა? იმაში, რომ წმინდა ადამიანის ლოცვას აქვს ძალა კადნიერება ღმერთის წინაშე და შეუძლიათ უბრძანონ ღმერთს. რამდენჯერ არის წმინდათა ცხოვრებებში ვკითხულობთ, რომ ადამიანები იყვნენ ცოდვილები და სულიერი კანონის თანახმად არ იყვნენ ღირსი კურნებისა ან თხოვნის აღსრულებისა და წმინდანების ლოცვით აიძულებდნენ ღმერთს გაეკეთებინა ის, რაც წესით არ უნდა მომხდარიყო. როგორც რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ კანაში აღსრულებული სასწაულის შესახებ. უფალს არ ქონდა გეგმაში, ასე ვთქვათ, გეგმებში, რომ წყალი ღვინოდ გადაექცია, მაგრამ რა გააკეთა? ღვთისმშობლის თხოვნას გამოეხმაურა და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თითქოს გააპროტესტა უფალმა და ესო რა ჩემი და შენი საქმეაო, მაგრამ მიუხედავად ამისა სურვილი აუსრულა ღვთისმშობელს. ეს არის მონაზვნობის საქმეც. ათონზე ღმერთის მადლი და ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით გამრავლდნენ მონაზვნები და ადამიანს გეხარია, როდესაც ხედავ, რომ ახალგაზრდა ადამიანებს აქვს სულიერი საღვთო წადილი აქვთ, ღმერთის სიყვარული აქვთ, ღვთისმსახურების სიყვარული აქვთ და თითქოს ერთი და იგივე ცხოვრობს კაცი, მაგრამ ვერ ძღება მადლით. რაც მეც გძნობს მადლს, უფრო მეტი და მეტი უნდა. ადამიანმა ერთხელ მაინც თუ გამოცადა მადლის გემო, არასდროს აღარ ავიწყდება და არაფერი აღარ ურჩევნია საღვთო მადლს. ადამიანი შექმნილია მარადიულად და მხოლოდ მაშინ არის მშვიდად, წყნარად და კმაყოფილი, როცა ღმერთის მადლი აქვს. სხვა არაფერს არ შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანი. Παιδί μου, περιμένω το τρένο και δεν έρχεται. ბერი იოსები ამბობდა, ჩვენი მოძღვარი, რო ეკითხებოდით ბოლოს, როგორ ბრძანდებითო, პასუხობდა, როგორ ბრძანდებითო გვეუბნებოდა, მატარებელს ველოდები და არ მოდისო. ისე წყურო და ამ ქვეყნიდან გასვლა. იოსებ ისიქასტიც, წმინდანი, მისი მოძღვარიც, ცოტა აღელდა ამბობენ, როდესაც მიძინების დღეს ცოტა თითქოს შეაგვიანდა გარდაცვალება, რადგან ღმერთი შეპირდა, რომ წაიყვანდა ამ დღეს ღვთისმშობლის მიძინება. და როდესაც რამდროდესაც ელოდა ის დრო ცოტა გადავიდა, დაიწყო ღელვა, ნუთუო არ ამისრულებსო იმასო, რაც შემპირდაო ღმერთიო. არ არსებობს ფაქტობრივად სიკვდილი ქრისტიანისთვის, არც ადამიანისთვის ზოგადად, როგორც წმინდა პორფირი ამბობდა, საფლავითო კი არ მთავრდება ცხოვრებაო, არამედ პირიქით მაშინ იწყება ნამდვილი ცხოვრებაო. ამის საბუთი არის წმინდანთა თანყოფნაც. ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ, დატოვეს ეს ქვეყანა, მაგრამ სასწაულებს ახდენენ
ადამიანებს ეცხადებიან, ეხმარებიან. Γι' αυτόν, αδελφοί μου, είναι μεγάλη τιμή στον άνθρωπο να αγωνίζεται για να μιμηθεί τον Χριστό. დიდი პატივია ადამიანისთვის, როდესაც შეუძლია ქრისტეს მიბაძვისთვის იღვაწოს და იცხოვროს, ქრისტესნაირად იცხოვროს. შეუძლია უკვე ამ ქვეყანაზე მარადიულობას გაუგოს, გაუსინჯოს გემო. Το μαρτύριο, η Εκκλησία εδώ με το αγιορητικό ημερολόγιο των Αγίων Μαρτύρων Ιάσονας και Σωσιπάτρου. Μου έκανε εντύπωση, διάβαζα το βίο του, συνηθίζω να διαβάζω το βίο των Αγίων της ημέρας. გუშინ ჩვენ გადმოტანილი ქონდა φυλακισμένοι που ήταν μαζί τους στο ίδιο δωμάτιο στη φυλακή, έβλεπαν τους Αγίους αυτούς να είναι γεμάτοι, να είναι μέσα στο φως. წმინდა იასონეს და სოსიპატრეს ხსენება ქონდა ჩვენ გუშინ Εγώ είμαι το φως του κόσμου. და მიყვარს ხოლმე ჩვევათ მაგ რომ იმ დღის წმინდანების ცხოვრება გადავიკითხო ხოლმე და ამ მოციქულებზე ეწერა რომ ციხეში რომ იყვნენო ისინი ვინც მათთან ერთად იყვნენ საკანში ის ყაჩაღები ხედავდნენ სოსიპატრეს და იასონს ხედავდნენ ნათელში ხედავდნენ ნათელში რადგან ქრისტეა ნათელი და ამბობს რომ მე ვარო ნათელიო და თქვენცო ხართო ნათელიო ამიტომ გავისარჯოთ ჩვენს და გქონდეს თვალწინ ყოველთვის ყავდეს სარწმუნოების და მთავარი და სრულმყოფელი იესო ქრისტე არ დაგვავიწყდეს რომ ყველაფერი დამთავრდება ამ ქვეყანაზე სიკვდილი გველის და იქ მეორე სამყაროში გაგრძელდება ყველაფერი რომ და როგორც აქ ვართ ერთად ღმერთმა ინებოს რომ სამოთხეშიც ვიყოთ ერთად ნიკოს უსურვებს ჯანმრთელობას ოპერაცია გაიგეთ რაღაცა Θα δώσουμε το λόγο γέροντα τώρα στον κύριο Ρεράκη, τον πρόεδρο της Πανελλήνιας. ეხა პირველი სიტყვით გამოვა საბერძნეთის ღვთისმეტყველთა კავშირის თავმჯდომარე. Κύριε Ρεράκη, έχετε το λόγο. Ευχαριστώ πάρα πολύ. Να ευχαριστήσουμε τον Γέροντα για τη σημερινή του დიდი μადლობაო. Πραγματικά να είναι μαζί μας σήμερα. Να τον ευχαριστήσουμε επίσης διότι გამოთქმაზე ჩანს რომ კრეტელი უნდა იყოს. ότι θα προσεύχεται για μας, γιατί όπως μας είπε σήμερα γνωρίζει πολύ καλά και αυτός και όλη η συνοδεία του. მადლობა ღმერთს, მადლობა მოძღვარს, გერ მამა ეფრემს. ახსენა მოძღვარმა რომ მამა ეფრემა რამდენად რა სირთულეებს ვაწყდები დღეს. ახსენა ისიც რომ სირთულეები არ გვაქვს სტუდენტებთან, რომელთაც უყვართ სულიერი სიტყვის გაგება. გარეშე ძალებისგან გვაქვს პრობლემები, რომლებსაც უნდა დანერგონ უცხო ჩვენი ტრადიციებისა და ჩვენი გადმოცემის სადმი უცხო სწავლება. ძალიან მნიშვნელოვანია ის კავშირი, რაც თქვენ ახსენეთ, სულიერი გამოცდილებისეული ღვთისმეტყველებისა და აკადემიური ღვთისმეტყველების. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც თქვით, რომ სულიერი კურნების ამბავი და ძალიან სწორად ახსენეთ, იმიტომ რომ ჩვენც ეკლესიაში ვართ პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ განვიკურნოთ და მერე სხვებსაც დავეხმაროთ განკურნებაში. დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის და გაგვახარა იმანაც რომ გითხარით რომ ფიქრობთ ჩვენზე გესმით ჩვენი მარტო ეს რომ გესმით ჩვენი უკვე ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა და
რა თქმა უნდა, თქვენი ლოცვაა ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა. კითხვა მაქვს ერთი. Μάλιστα. Ξέρετε πολύ καλά ότι σήμερα στα σχολεία μας γίνεται όλο και μεγαλύτερη προσπάθεια, το υπονοήσατε κι εσείς, να διδάσκουν μεν θρησκευτικά, αλλά τα θρησκευτικά να μην έχουν σχέση με την πίστη, αλλά μόνο με τη γνώση. Να είναι δηλαδή μόνο πληροφορία. ეს იცით რომ სასულიერო სასწავლებლებში უნდა დაანერგოს Συνδέονται με αυτό που είπατε. ისეთი რელიგიათმცოდნეობა და დაანერგონ, რომელსაც წმენასთან კი არ აქვს საქმე, არამედ ცოდნასთან. ანუ რო იცოდეთ ეს არის და ის არის, თქვათ, რელიგია, მაგრამ არა ის რომ ადამიანებს დაეხმარონ რწმენაში. Ανθρώπης παιδεύουσα ημά. Είναι αργισάμενη την ασέβεια και την κοσμική επιθυμία και ούτω καθεξής. Και ήθελα να σας ρωτήσω πώς μπορούμε εμείς στα σχολεία μας, οι θεολόγοι, να συνδέουν όταν τους ζητάνε, δηλαδή στους θεολόγους, να κάνουν μόνο γνώση το μάθημα. Πώς μπορούμε να το συνδέουμε? როდესაც მოგთხოვენ რომ უბრალოდ ცოდნა გადავცეთ სტუდენტებს, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისი რომ ბავშვებს რწმენაც მივცეთ ამ ცოდნასთან ერთად. Πάσοχη. როგორც იციო, ირაკლი ქვია კაცს. იცით რომ ეს სწავლა ღვთისმეტყველების არის პირველ რიგში იმასთან დაკავშირებულით რა სულიერი ცხოვრება აქვს თვითონ მასწავლებელს. შეიძლება ადამიანმა ეს სახელმძღვანელო აიღოს, ეს ცოდნა გადასცეს, რაც უნდა გადასცეს, მაგრამ გააჩნია ის როგორი სულიერი ერთ სიტყვით ესაა დამოკიდებული ღვთისმეტყველის პირად ცხოვრებაზე. თუ თვითონ არის საღვთო მადლის მატარებელი, რაც არ უნდა ასწავლოს, ამ სწავლასთან ერთად მადლს გადასცემს, ანუ მოუმატებს რწმენას და ყველაფერს. ამიტომ პირველად, რაც უნდა ვისურვოთ, არის ის, რომ სწორი ადამიანები იყვნენ ღვთისმეტყველები და თუ ისინი სწორედ მათ თუ სწორი ცხოვრება აქვს და სწორი რწმენა აქვს, ამას გადასცემენ თავის სტუდენტებსაც, რადგან შეუძლებელია ქალაქი დაიმალოს, რომელიც ღვთის მწვერვალზე აშენებულია. Το μικρόφωνο, κύριε Ζαγκάρη. Πάτησε το μικρόφωνο, κύριε Ζαγκάρη. Κύριε Ζαγκάρη, το μικρόφωνο. Μικρόφωνο σου έρθავს. Το μικρόφωνο, Παναγιώτη. Ναι, ακούγομαι. Ναι, τώρα ακούγεσαι. Έλα. Γέροντα, ευλογείτε. Χριστός Ανέστη. Στην Παναγιώτη μου. Χαίρομαι ιδιαίτερα που είσαστε αυτή τη μέρα μαζί μας και μια μέρα δύσκολη για σας. Ευχάριστη συνάμα, αλλά και δύσκολη γιατί από ό,τι γνωρίζω είναι η μέρα πανήγυρης της επανακοινοβιοποιήσεως της... მადლობა რომ ეგ დღეს გამონახე ჩვენთვის დრო, როდესაც არის მონასტრის ისევ კინობიად გადაკეთების დღეო. Και πάρα πολλά χρόνια με τις προσευχές σας, αλλά και με κάθε δυνατό τρόπο συμπαραστέκεστε στον αγώνα αυτό. მადლობა რომ გვეხმარებთ. კინობიად გადაკეთება აგრი რომ ბიზანტიის დაცემის შემდეგ მონასტერი იყო იდიორითმული, ანუ მონაზვნებს ჰქონდათ თავისი ფული და ყველა დაქსაქსული იყო მონასტერი და 500 წლის მერე ფაქტიურად დაბრუნდა საერთო საცხოვრებელ წესზე. ანუ წინამძღვარი ყავს მონასტერს, წინამძღვარი არის სულიერი და ადმინისტრაციული თავი მონასტრისა. მონაზვნებს აქვს საერთო ღვთისმსახურება, საერთო ტრაპეზი და საერთო სალარო. ეს დღე არის დღეს. Σε αυτόν τον αγώνα μας. Βέβαια, είμαστε και κοντά σας με την αγάπη μας και την προσοχή, αλλά ταυτόχρονα είμαστε και μακριά σας λόγω των αμαρτιών μας. Και εδώ πέρα σκέφτομαι, μια και είπε και ο πρόεδρος μας για τον Απόστολο Παύλος
έλεγε κάποια στιγμή ότι ჩვენ για να μην υπερηφανεύομαι, ο Θεός μου έδωσε პავლე მოციქული ამბობს, რომ მომეცაო საწერტელიო ხორცთაო, για να με ταλαιπωρεί, ώστε να μην υπερηφανεύομαι. რომ ამ ბარდავნებაში არ ჩავარდეო. სამჯერ თხოვეო ღმერთო, რომ გამათავისუფლეო ამისგანო. ღმერთმა მითხრაო, საკმარისია შენთვის ჩემი მადლიო, რადგან ძალა ჩემიო უძლურებაში აღეცრულებაო. Δεν ξέρω αν θέλετε κάτι πάνω σε αυτό, πώς ένας χριστιανός, πώς ένας άνθρωπος του βιώνει αυτή το αρκεί, σου αρκεί η χάρη σου. ეს სიტყვებიო ეხა თქვენცო ნაწილობრივ ახსენეთო, როგორ აიქნებ ამ სიტყვებზე რას გვეტყოდითო, ჩვენ პირად ცხოვრებაში რა კავშირი აქვს? პასუხი. ამასო ამ ადგილს რამდენადაც ვკითხულობო, სუის მიკვირსო, რომ პავლე მოციქული იყო, მიუხედავად იმისა, რომ იყო ამხელა წმინდანი, რომელსაც იოანე ოქროპირი პირველის შემდეგ პირველს უწოდებდა პავლეს. მაგრამ უფალს პავლეს ნდობაც არ ქონდა, თუ შეიძლება ასე ითქვა. იმიტომ სამჯერ თხოვა პავლემ, რომ შემიმსუბუქებეს ჯვარი და უარი უთხრა უფალმა. Θέλει να εγκολπονώ μετά το σταυρό. რო არ ქონოდა, ესე იგი რაღაც ხიფათი საშიშროება მისთვისაც არსებობდა, არ ვიცით. ანუ ვიცით ის, რომ ქრისტეს უნდა რომ მისი მიმდევრები ჯვარის მიერ ცხოვრებას მისდევდნენ. Που ήταν και γεροντάκια και βογγούσαν και πονούσαν και έβλεπε ένα φως στο πρόσωπό τους. Είναι ακριβώς η χάρη που κρύβεται πίσω από το ძალიან ბევრი მონაზონი მინახავს სნეული ათონზეც და ძალიან სტკიოდათ ხოლმე სიკვდილის წინ ზოგჯერ. მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ მადლი, ესე იგი მადლი თვალითაც კი შესამჩნევი იყო მათზე, ისეთი ნათელი სახეები ჰქონდათ. Ρωτήθηκες καμιά φορά η έκφραση του არის ადამიანის სახის გამოხატულება, გამოხედვა, რა არის? რა არის? როდესაც ვამბობს კაცი კარგად გამოიყურება, გამოხატულება, ეს ადამიანის სახისა რა არის? თვალი, ყური, ცხვირი, ცალცალკე ხო არ არის, არ არის. არამედ ის რა არის იმის გამოხატულება, რა შინაგანი მდგომარეობა აქვს ადამიანს. და როდესაც ადამიანს აქვს სულიერი სიმდიდრე, ემჩნევა ეს სახეზეც. Έχει ζητήσει ο καθηγητής της Θεολογικής Σχολής, ο κύριος Παπαρνάκης Αθανάσιος. Μάλιστα. Შემდეგი კითხვა. Κύριε Παπαρνάκη, πού βρίσκεστε? Ακούγομαι. Ναι. Ακούγομαι, ωραία. Χριστός Ανέστη, Αθανάση. Αληθώς Ανέστη. Σας ευχαριστούμε πάρα πολύ για τον λόγο σας, όσα μας είπατε. Μας φέρατε λίγο το άρωμα της εμπειρίας μέσα στην ξερή γνώση με την οποία... მადლობა, რომ თქვენი ცოცხალი სიტყვით ცოტა გამოაცოცხლეთ ჩვენი მშრალი ცოდნა. Θανάση, ξέρεις Θανάση, χρειάζεται η φωτιά. ათანასეო, ამ კაც ათანასე ქვია. ადამიანს უნდა კონდეს ცეცხლი, უნდა კონდეს გულშიო, ალი უნდა კონდეს მოკიდებული, ის რომელიც ქრისტე მოიტანა დედამიწაზეო. ეს თუ არა ადამიანს ვერაფერს ვერ გახდება. და როცა კიდე ცეცხლი აქვს შიგნით, რაც არ უნდა, რითიც არ უნდა შეუნთოს ამ ცეცხლს, ის ცეცხლად იქცევა, ცოდნა იქნება ეს თუ სხვა რამ. როგორ გაიგოსო კაცმა ეს ცეცხლი აქ თუ არა და იქნებ ზოგჯერ გონიაო რომ სულიერი გამოცდილება გვაქვს და არა და რაღაცა ემოციებთან გვაქვს საქმე. ეს სიტყვით როგორ არ აურიოთ ერთმანეთში ემოციები
გრძნობები, რაღაცა სენტიმენტალური გრძნობები სულიერ გამოცდილებასთან. Στην Ορθόδοξη εμπειρία έχουμε μια διαχρονικότητα στη συνέχεια του βιώματος από τους προφήτες, τους Αποστόλους. ჩვენ ეკლესიაში არის უწყვეტი გადმოცემა ამ სულიერი გამოცდილებისა. წინასწარმეტყველები, მოციქულები, მოწამეები, მამები. როგორ გავარკვიოთ ეს ემოცია არის თუ გამოცდილება მადლის? აპასუხი. Η φυσική ζωή, Αθανάσιε, χωρίς την αίσθημα δεν μπορεί ჯერ ის უნდა ვთქვათ, რომ ხედავთ, რომ ბუნებრივი ადამიანის ბუნებრივი ცხოვრება, გრძნობების, ემოციების გარეშე შეუძლებელია. ოჯახური ცხოვრება მაგალითად საზოგადოებრივ შეუძლებელია, მაგრამ მეორე მხრივ ვისაც სულიერი, ნამდვილი სულიერი ცხოვრება უნდა, ან უფრო სწორედ ვისაც სრულყოფილება უნდა, იმან უნდა გადახაზოს ემოციები. ხედავთ ქრისტემაც როგორ გადახაზა ემოცია. კაცმა თხოვა ნება მომეციო, რომ წავიდეო და მამა ჩემი დავმარხო. იმ მაგის უფლებაც არ მისცა. ამიტომაც არის მონაზონი, რომ უნდა გამოვიდეს. ერული ცხოვრება უნდა დატოვოს, რომ შეძლოს გაუმკლავდეს ემოციურ ცხოვრებას. უნდა გადახაზოს ემოცია, დაივიწყოს. სულიერი ცხოვრება მადლის თანყოფნა, მადლის გამოცდილებას არანაირი კავშირი არ აქვს ემოციურობასთან ან სენტიმენტალურობასთან. ამას ადამიანი, როგორც მოძღვარი გეტყვით, რომ ემჩნევა ადამიანს, თქვათ, სენტიმენტალურად ტირის თუ სულიერად. სხვა არის გლოვა და ტირილი სულიერი და სხვა არის, როცა ადამიანს რაღაცა პრობლემა აქვს ადამიანური და მაგის გამო ტირის და გლოვობს. სულიერ გლოვას მაგალითად სიხარული ახლავს ყოველთვის, რასაც ვერ ნახავ ემოციურ ცრემლებში. სიხარულსევ და უწოდეს ამას, სიხარულნარევისევ და უწოდეს წმინდა მამებმა, რაც არის პარადოქსული. მეორე მხრივ მორჩილება, ვთქვათ, არის მონობა არის ერულად, მაგრამ ემოციურად რო ავიღოთ, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში კიდე მხოლოდ მორჩილი ადამიანია ნამდვილი თავისუფალი. მადლის გამოცდილებას არ აქვს არანაირი კავშირი არ აქვს ემოციებთან. ეხა ერთი ღვთისმეტყველია კიდე, რომელიც ეხა φιλοξενείται στο Βατοπέδι. ეხა ვისაც მიეცით სიტყვაო, Το Ινστιτούτο που ιδρύσαμε, κύριε, არის ეხა ჩვენ მონასტერშია. Άγιος Μάξιμος ο Γρεκός, είναι αυτό που έχει κάνει έχει προχειρήσει. რატო არის ჩვენთან მონასტერთან არსებული ინსტიტუტი წმინდა მაქსიმე გრეკის სახელობის ინსტიტუტმა რამდენიმე სტიპენდიაც მაგისტრატურის არა როგორ მაგისტრატურის გამოცდილება გვაქვს მონასტერში. აი ესენი არიან მაგისტრანტები. Που συναντιόμαστε έστω και με αυτόν τον τρόπο, αλλά χαίρομαι ιδιαίτερα διότι καλέσατε εύστοχα τον γέροντα Εφραίμ, ο οποίος έχει μια μεγάλη εμπειρία. Εγώ συνδέομαι μαζί του πολλά. და სხვადასხვა ლექტორებს, პროფესორებს იწვევენ ან სულიერ ადამიანებს ამ გაკვეთ ლექციების ჩასატარებლად. ეხა არის ამ თეოლოგიის ჯერი არის. იკონომო არის გვარად. ჯერ ერთი თავმჯდომარე სულოცავო, რომ ძალიან კარგად შეარჩია διότι η εμπειρία του είναι τεράστια. Και αυτό სწორედ მოსაუბრე მამა ეფრემიო, თუმცა იძახის რო არისო მარტო
არიო სტუდენტი ვარო, უდაბნო სტუდენტი ვარო, აქვს უდიდესი გამოცდილება და უდიდეს საქმის საწარმოებს ვეხარო, აქ რო ხარ კაცი უფრო ხდებიო. ორი რაღაცა მინდა მეთქვა. Ότι το κομποσχήνι θα σώσει τον κόσμο, τον άνθρωπο. რაც მივხვდი რომ სკვნილი, ანუ ლოცვარი რაც გადაარჩენს სამყაროს. Από έναν κόσμο. როდესაც ერიდან მოდიხარ მონასტირში. Είμαστε σε αποστάσεις 2 μέτρων. Είμαστε με 2-3 μάσκες ο როდესაც ერში მიეჩვევი კაცი რომ მასკა უნდა ატარო და 2 მეტრი დისტანცია ქონდეს ადამიანებთან. ერთი წელი გავიდა ამ საშინელ ცხოვრებაში და აქ რო ჩამოვედიო მონასტერში, პირველად მოვიხსენი მასკაო და გავიხსენეო რომ როგორ ცხოვრობდით, მთელი ცხოვრება როგორ გავატარეთ. იმასაც ვიტყოდიო რომ სახელმწიფო მონასტრისგან უნდა იღოს ნიმუში, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს. Ένα χρόνο γράφουμε όπως ξέρεις και εσύ και εγώ και κάνουμε έναν αγώνα τεράστιο στην εξαφανισμένη θεολογία και ευτυχώς έχει αυτές τις τηλεδιασκέψεις ο γέροντας Εφραίμ και δίνει μια... კიდევ კაი რომ მამა ეფრემა ისიც რომ მიხვდა დროულად რომ საჭირო იყო ამ პერიოდში დისტანციური მაინც ურთიერთობა, რომ ადამიანები სრულიად არ მომკვდარიყვნენ სულიერი შიმშილისგან. ადამიანის ცხონება მართლა არის და კურნება არის ლოცვაში და ვირუსაც ლოცვა გადაარჩეს. Βλέποντας όλη την κίνηση παγκοσμίως είναι ότι το Άγιον Όρος αποτελεί σήμερα το κέντρο του κόσμου. Είναι δηλαδή από εδώ που βγαίνει μια υγεία, μια θεραπεία, θεραπευτική κατάσταση. Είναι აქ ხდებიო რომ που κάνει στην ώρα της τις ακολουθίες. ერთადერთი ადგილი ალბათ ერთადერთი ადგილი რომელიც მსოფლიოში არ შეიცვალა შეიძლება ამ ბოლო პერიოდში არის ათონი. სადაც ადამიანი გარეგნულათაც და სულიერათაც თავისუფლებას გამოცდის. არ უცხოვრობს თავისუფლად და ამ დემონური მდგომარეობებიდან რომლებიც დაიპყრო, რომელიც სუფევს დედამიწაზე, ამის გამონაკლისი არის ათონი ერთ სიტყვით. Και βλέπω ότι το μόνο πράγμα που κάνουν κάποιοι επιδημιολόγοι στην Κύπρο αλλά και στην Ελλάδα είναι πώς να κάνουν κέρφιου, πώς να κλείσουν τον κόσμο και να τον μπουζουριάσουν και πολύ περισσότερο τον καιρό του Πάσχα να αλλάξουν την ώρα της ανάστασης. Και τι θα γίνει αν θα γίνει 11 με 2 και όχι 8 με 9,5 ευλογημένοι του Θεού. Γιατί πρέπει να γίνονται 2 λειτουργίες και όλα αυτά τα πράγματα. Το Άγιον Όρος είναι υπόδειγμα. Πρέπει უნდა ვაგვიღო მაგალითი ამათგან, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამ პანდემიას. რადგან საბერძნეთში არის ალბათ ყველაზე მკაცრი პირობები და ზომები საბერძნეთშია და მაინც არაფერი არ ეშველებათ. აღდგომას ეკლესიები ადრე გახსნეს, 8-დან 11-მდე გახსნეს, თუ 9-დან 11-მდე მიცეს უფლება და თავის დროზე 11-დან 1-მდე არ აძლევდნენ უფლებას. ამ კაცს ლაპარაკი უყვარს. Έχω την μεγάλη τιμή της αρχοντικής και αριστοκρατικής. ეს ორი რაღაცა მინდოდა მეთქო, რაც ამ კვირის გამოცდილებამ მონასტერში გამახსენაო, ქრისტე აღდგა.
με το βατοπέδι. Χριστός Ανέστη λοιπόν και από εμένα. Γέροντα, θέλετε κάτι να πείτε στην παρέμβαση? Παρδάματεβιτο, μάμα Εφρέμ. Ο κύριος Οικονόμου υπερβάλλει λίγο εδώ με την αγάπη του. Μάμες βατόνι οικονομουάρι γουάρατ. Και με τις λειτουργίες που γίνονται εδώ. Και μάλιστα όταν του είπε ότι κάνουμε κάθε μέρα 15 λειτουργίες την ημέρα την ίδια στιγμή, συγκλονίστην πάρα πολύ. Προσεύχονται και λοιπά, αυτά όλα το συγκλώνησαν. Ეხა აკროარიო ხედავსო რომ ყოველ დღე მსახურება, ყოველ დღე 15 წირვა იხდება. და გასაგებია რომ მისი ესეთი ენთუსიაზმით საუბრობს. Και θέτει ως πρώτη βάση την εμπειρική θεολογία. Αυτό είναι πολύ ძალიან სასიხარულოა რომ აკადემიური ღვთისმეტყველი ასე ხაზს უსმევს გამოცდილებისეულ ღვთისმეტყველებას. Να σας μεταφέρω αυτό που άκουσα από έναν Άγιο άνθρωπο, ένα Άγιο Γέροντα, και αυτός ηγούμενος σε ένα μοναστήρι της Κρήτης, ο Ευμένιος. Δεν ξέρω αν αυτό τον άνθρωπο τον Αγίο καταδάκαξει κάποια φορά η Εκκλησία, κάποια στιγμή η Εκκλησία. Βεβαίως. Δεν ξέρω πάρα πολύ, γι' αυτό και έβγαλε μοναχόν Ευμένιον προς τιμήν του. Έτσι. Αλλά ξέρετε τι έλεγε? Ერთი კრეტელი ბერი ამბობდაო. Είμαστε από τη Θεσσαλονίκη, ερχόμαστε. Λέει από τη Θεσσαλονίκη, το μεγαλύτερο προάστιο του Αγίου Όρους. Καταλαβαίνετε πώς έπαιρνε τα πράγματα, έτσι όπως είπε ο κύριος. ერთი ხა ათონზე რაც თქვა ჩემმა კოლეგამ, იმას დავამატებდით, რომ ერთ ჩვენ აქაურ ბერსო რომ ერთხელ თესალონიკიდან სტუმრები ეწვივნენო, კითხავ საიდან ხართო და თესალონიკიდანო, თესალონიკი ვარიო, ათონის ყველაზე დიდი გარეუბანიო. Γέροντα Χριστός Ανέστη, Σας ευχαριστούμε ολόθερμα για όσα ψυχοφελή και αναπαυτικά ακούσαμε απόψε. Τα κρατούμε ως οδηγό έτσι, στον προσωπικό μας βίο, στην προσωπική μας πορεία. Αυτό το οποίο θα ήθελα πολύ σύντομα έτσι, να ρωτήσω, ας μετακινήσουμε τον προσωπικό μας χώρο από τον προσωπικό μας αγώνα στον επαγγελματικό ή στη διακονία μας, αν το θέσουμε έτσι, στο σχολείο μας δηλαδή. Στη διακονία σας. Έτσι. Τι μπορούμε λοιπόν να κάνουμε, πώς μπορούμε να προετοιμάσουμε τα παιδιά μας, 2-3 έτσι πρακτικές οδηγίες. Ორი-სამი პრაქტიკული რჩევა მოგვეცითო იმისთვის, სტუდენტები როგორ მოვამზადოთ იმისთვის, რომ იყვნენ მადლის მიღებისთვის იყვნენ მზად. რა გავაკეთოთ, აი. Νομίζω, Ευάγγελε, είναι το εξής, ότι νομίζω πρέπει να εκμεταλλευτούμε το θησαυρό που έχουμε. გონიაო რომ პირველ რიგში პასუხი. პირველ რიგში რაც უნდა გამოვიყენოთო, არის ჩვენი ეკლესიის საგანძური რაც არისო, ანუ ჩვენი წმინდანებიო. Είναι γνωστό και νομίζω είναι γνωστό, στο Ινστιτούτο κάναμε και πεμπτουσία TV τηλεόραση. Και τώρα εμείς έχουμε πρωτοστατήσει και έγινε το έργο του Αγίου. Τώρα πεμπτουσιამ τηλεβიზიაც გააკეთაო. Και τώρα πρωτοστατούμε πάλι με τη χάρη του Θεού και γίνεται η ταινία «Ο βίος του Αγίου Παϊσίου». Რამდენიმე ფილმსაც იღებს ეს პემპტუსია. Პირველი ფილმი გადაიღეს წმინდა ნექტარიზე და ეხა იღებენო წმინდა პაისიზე. ეს არის დღევანდელი ამბიონიო, მაგრამ რა მინდაო მეთქვაო, რომ პირველი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, რომ სტუდენტებს ელაპარაკოთ და გააცნოთ წმინდანების ცხოვრება. დღეს არის ეჭვების და ურწმუნოების ეპოქა და წმინდანთა ცხოვრება არის ის საბუთები, რაც ამ ყველაფერს აბათილებს. ადამიანები სერიოზულად ფიქრდებიან სხვადასხვა რამეებზე, როდესაც წმინდანთა ცხოვრებებს ეცნობიან. Αυτά που λέει ο νόμος, πώς θα διδάσκουν τα θρησκευτικά. ამიტომაც თქვი რომ მე იმას კი არ აქვს მეთქი ისეთი მნიშვნელობა, რას ასწავლიან ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, არამედ ვინ ასწავლის და როგორ. Γι' αυτό νομίζω ότι καλύτερος εκπαιδευτικός στο σχολείο είναι αυτός που εμπνέει. Γέροντα, ευχαριστούμε πάρα πολύ για την απάντηση. Ήθελα να σας βεβαιώσω, γιατί και εγώ έκανα στα σχολεία πριν να πάω στο Πανεπιστήμιο, γυμνάσια λύκεια, και έκανα και ήμουν και σύμβουλος θεολόγων Κρήτης και γνωρίζω πάρα πολύ καλά
ποια ανταπόκριση έχουν τα παιδιά απέναντι στους βίους των Αγίων, απέναντι στο მეცო γεροντικό. შემიძლია ეგ დაგიდასტუროთ, იმიტომ რომ საშუალო სკოლაშიც მარტო ნამუშავები მაქვს Πρέπει να διδάξουμε და მართლაც ბავშვებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს წმინდათა ცხოვრება. που είπατε είναι πάρα πολύ σημαντικό. Οι Άγιοι είναι πάντοτε ευπρόσδεκτοι από τα παιδιά. Έτσι. მართლაც ბავშვები წმინდანების შესახებ მართლა სიხარულით უსმენენ. Όταν ο Άγιος Πορφύρος έλεγε στον καθηγητή τον Παπαζάχο να πηγαίνεις κοινωνημένο να διδάσκεις, έχει σημασία. წმინდა პორფირი ეუბნებოდა ერთ ლექტორს, პროფესორს, Το μάθημα του κατηχητικού სანამ გაკვეთილზე წადისო, ეკლესიაში წადიო და ეზიარეო. και εμπειρία της χάρτος από τον διδάσκοντα. ესე იგი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ თვითონ პროფესორს, ლექტორს კონდესო გამოცდილება საღვთომადლისო. Φρανσίσκου Γιολάντα, η οποία θα θέλει να κάνει και αυτή μια ερώτηση. Κυρία Σίσκου, έχετε το λόγο. Χακάλια. Πατήστε το μικρόφωνο σας να ακούγεται. Το μικρόφωνο πατήστε. Κάτω αριστερά, να το ανοίξετε. Ναι. Ωραία. Συγγνώμη, είχα ένα πρόβλημα. Γέροντα, ευλογείτε. Και εγώ είμαι πάρα πολύ χαρούμενη για την παρουσία σας και πολύ συγκινημένη πραγματικά. Αληθώς ο Κύριος. Εγώ θα ήθελα έτσι να θέσω ένα θέμα. Μιχάρια Μέτσορο, ჩვენთან ერთად ხარო. Έχουμε μιλήσει για Το. τον Απόστολο Παύλο, αλλά ας το ξαναθίξουμε έτσι για το Άγιο Πνεύμα. Όταν στην Άλθα προς Κορινθίους μας λέει ότι η φανέρωση του Πνεύματος γίνεται προς το συμφέρον. Και ξέρετε καλύτερα από μένα ότι το συμφέρον είναι μια λέξη που ακούγεται, που συνήθως παραπέμπει στο κέρδος, παραπέμπει σε μια συνταγματικά τυποποιημένη έννοια. ეს ჩვენ ახლა ისე არ გვეხება, იმიტომ რომ პავლე მოციქული რო ამბობსო, Ο Απόστολος χρησιμοποιεί αυτή τη λέξη εδώ για την Ο φανέρωση του Απόστολος, Πνεύματος. κόρη μου, ο Απόστολος και γυναίκα οι πατέρες, όταν χρησιμοποιούν συμφέρον, εννοούν το αιώνιο συμφέρον. რო ამბობს ეგრე ამბობს პავლე მოციქული რო ახსენებს სადღაც ესე არის უმჯობესიო თქვენთვისო. ბერძნულში სიტყვა ეს უმჯობესი არის ანგარების ისა აქვს, თანამედროვე სასაუბრო ენაში აქვს ანგარების ვიგოდა როგორ აქვს. ხეირის ელფერი და რატო ახსენებს ამ სიტყვასო და მოძღვარი ამბობს თუ ხეირზეც ლაპარაკობდენო, ანუ უმჯობესზე წმინდა მამებიო და მათ შორის პავლეც გულისხმობენო მარადიულ ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, ხეირს, მარადიულ სარგებელს. Ανοίξτε το μικρόφωνο του, ανοίξτε το μικρόφωνο. Χριστός Ανέστη και από μένα, ευλογείτε Γέροντα. Αληθώς Ανέστη. Βάζω και εγώ τις ευχαριστίες μου προς το πρόσωπό σας. Θα έχω μια ερώτηση κι εγώ. Γνωρίζουμε ότι ο Βλέπω ότι έχεις όλους τους πατέρες πίσω σου. Μπράβο. მოძღვარი უნება ხედავ უკანო მთელი წმინდა მამების ბიბლიოთეკა უკან გაქვს. γίνεται καταληπτός ως προς τις ενέργειες του διαμέσου των θεοφανιών. Ήδη το βλέπουμε από την Παλαιά Διαθήκη. Κατά πόσο λοιπόν η χάρη, η Θεία Ενέργεια αποκαλύπτεται ως δωρεά στους αξίους του Θεού. Μόνο οι άξιοι του Θεού. როგორ მიუწვდომელი ღმერთი როგორ ხდება მისაწვდომელიო მადლის მეშვეობითო. როგორ მარტო წმინდა ღირს ადამიანებს ეცხადებაო ღმერთიო. Άρα λοιπόν πρέπει να καθαριζόμαστε. უფალი ამბობსო ნეტარი იყვნენ წმინდანი გულით არამედ თუ მათ ღმერთი იხილონო. კაცმა რო ღმერთი იხილოსო უნდა გაიწმინდოს ჯერ თავი შინაგანი ჭუჭღისგან, სულიერი ჭუჭღისგან, ნაგვისგან გააცარიელოს თავისი სული. და რაც უფრო ეწმინდება ადამიანს გული და სული, მით უფრო მეტი აქვს ღმერთის გამოცდილება და შეგრძნება. Μάλιστα. Κυρία Τσεντήλου, είστε εδώ. Κυρία Τσεντήλου. Μικρόφωνος ვერ აჭერენ. Να ανοίξει την κάμερά της η κυρία Τσεντόγλου, Εύα, παρακαλούμε. Και το μικρόφωνο. Και το μικρόφωνο της και την κάμερά της. Ωραία, εντάξει. Χριστός Ανέστη, την ευλογία σας. Αληθώς Ανέστη, αληθώς Ανέστη. Είμαι πάρα πολύ χαρούμενη
που σας ακούμε έτσι σήμερα. Ανεβάστε λίγο την κάμερα να βλέπουμε το πρόσωπο καλά. Ανεβάστε λίγο. Έτσι, ωραία, ωραία. Λέω, είμαι πάρα πολύ χαρούμενη που σήμερα έχω τη δυνατότητα αυτή της επικοινωνίας. Το θέμα πραγματικά είναι το ζητούμενο για κάθε χριστιανό. საუბარი გვაქვსო და მადლის ზიარები ვხდებით ყველანიო. Μας λέει ο Απόστολος Παύλος στην προς Ρωμαίους ότι όπου επληρώνασε η αμαρτία, პავლე მოციქული რომ ამბობს, სადაცო გამრავლდაო, ცოდვაო, იქო უფრო მეტი მადლი კიდევ უფრო გამრავლდაო. დღესო ძალიან რთულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრებაო. ძალიან ბევრია ცოდვაო. როგორ მადლიო, როგორ უნდა გქონდეს პასუხი. როდის მრავლდებაო მადლი, როდის მრავლდებაო მადლი, როდესაც წაიშლება ცოდვაო. როდის წაიშლება ცოდვაო, როდესაც არსებობს სინანულიო. სინანულია ჩვენი საქმეო. რატო არო ეკლესია Έρχεται ένας Παρθένος αβάζος. რატო არისო რო ეკლესია წმინდა მარია მეგვიპტელს ასე ხშირად სამჯერ წარმოგვიჩენს ფაქტიურად წელიწადში. Που είναι η Αγία Μαρία. წმინდა მარიამი იყო საერთაშორისო მეძავი და მისგან ლოცვა კურთხევა აიღო მონაზონმა, რომელიც ბავშვობიდან მონასტერში ცხოვრობდა. Γράφεται δια του αγιασμού εφόσον υπάρχει μετάνοια. ეგ არის ეკლესიის სიდიადე, რომ უბრალო ზნეობრივი ცხოვრებაზე მაღლა დგას სიწმინდე. და ამ საზომზე ადამიანი აღყავს ზუსტად სინანულს. Γιατί წმინდა მამები იცოდნენ, რომ ბორჯე რომ ηθική προσοχή ჯოჯოხეთშიო ბევრ ქალწულს ნახავთ. რისი თქმა უნდა, ის კი არა რომ ქალწულება ღუბავს ადამიანს, არამედ პირველი რაც არის, რომ ადამიანს უნდა ქონდეს სინანული. უნდა რითი არ დაგავიწყდეთო, სინანული არის პირველი სიტყვა, რითიც დაიწყო ქადაგება იოანე ნათლისმცემელმა და თვითონ ქრისტემაც. თან ბერძნულში არის აწმყო განგრძობითი დრო. შეინანეთ კი არ არის, ინანებ, გამოსწორდით რა. Να ανοίξει το μικρόφωνο του και να κάνει την ερώτηση. Γέροντα, ευλογείτε, Χριστός Ανέστη. Συγγνώμη για την κάμερα, δεν μπορώ να την ανοίξω, δεν ενεργοποιείται. Λέγομαι Μάριος και... Αρκεί που σε ακούμε. Ωραία, σας ευχαριστώ. Λέγομαι Μάριος, είμαι μαθητής στο Λύκειο της Μυτιλήνης. Θα ήθελα να σας ρωτήσω, πώς μπορούμε να μιλήσουμε στα παιδιά του Λυκείου, στους νέους γενικότερα, ეს არის მე-11 კლასში. როგორ ველაპარაკო ჩემ თანაკლასელებსო მადლის შესახებ? იმას ელაპარაკიო, ვისაც აინტერესებდა, ვინც გთხოვს. იმიტომ რომ ვისაც არ აინტერესებს, ნუ დაელაპარაკები, იმიტომ რომ ტყუილა დახარჯავ დროს და ძალებს. ჯობია ამ ადამიანებზეო, ჯობია მათ შესახებ ღმერთს დაელაპარაკო, ანუ ილოცო. Λέων, έχεις το λόγο, Λέων. Χριστός Ανέστη, Γέροντα. Αληθώς Ανέστη. Λέων, να πούμε στο Γέροντα για να τον ενημερώσουμε ότι είσαι πνευματοπέδιο του πατρός Γεωργίου Μεταλλινού και είναι αυτός ο οποίος σε έφερε από τον Ρωμοκαθολικισμό και σε βάφτισε και έγινες Ορθόδοξος Χριστιανός και στη συνέχεια έγινες και διδάκτορ θεολογίας σε αυτόν, μαθήτευσες και... Ευχαριστώ, μάμα Εφρέμσορο, μάμα Γεωργή Μεταλλινός, σουλιერი შვილი ხარდა, იღავიო და მან
მაგან მოგნათლა მართლმადიდებლობაში კათოლიკე იყო როგორც ჩანს ეს კაცი. მამა გიორგი მეტალინოს გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ, ძალიან მადლიანი კაცი. Ένας είσαι αλλά Λέων. Λοιπόν, είπε ήδη ότι... Λέων იქვია ამ კაცი. Λέων ნიშნავს ლომს. Και εκεί θέλω να εστιάσω και λίγο την ερώτησή μου. Πρώτα μας μεταφέρατε έτσι πάρα πολύ ωραία, έτσι, όπως μπορούσα να καταλάβω εγώ, την εμπειρική βίωση της χάριτος του Θεού. თქვენ ახსენეთო გამოცდილებისეული შეგრძნება მადლის. Βλέπω ότι μια τέτοια προσέγγιση, μάλλον τέτοια βίωση δύσκολα μπορεί να βρεθεί. პაპიზმშიო არ არისო არიციან ეგეთი რამები, იქ არისო სუარიო ზნეობაზეა ლაპარაკიო. როგორც ჩანს იტალიელი ეს კაცი. პასუხი მეორე რამდენიმე წლის წინო იტალიაში ვიყავიო და სპეციალურად წავედი იქაურ მონასტრებშიო. და ზრდილობიანი ხალხიც ვნახეო, ზრდილობაც ვნახეო, კარგი მოპყრობა, ზნეობრივი ცხოვრებაც როგორც რაც შემეძლო ნახეო. ერთიო რაც არ მინახეო, მადლიო. Αλλά και ο διάλογος ανάμεσα στις χριστιανικές ομολογίες. Και μάλιστα παρουσιάζεται με έναν τρόπο που φαίνεται ότι προωθείται πολύ και από ηγέτες της Ορθοδοξίας. Εμείς τώρα πρακτικά τι μας συμβολεύεται. Δηλαδή αυτό το δεδομένο ότι από τη μία που είπατε πολύ σωστά και ერთი მხრივ მეც ხვდებიო რომ დასავლეთში დასავლურ ქრისტიანულ აღმსარებლობაში არ არის მადლიო, არ აქვს გამოცდილება მადლის. მეორე მხრივ ეკლესია, ოფიციალურ ეკლესიას უნდა რომ დიალოგი გქონდესო. ბავშვი ეს როგორ და ესე გაერთიანება მათანო აი ესე როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სწორ პოზიცია როგორ დავიჭიროთ. პასუხი ეს ერთობა და გაერთიანება არისო რომანტიკული პოზიციაო. კი ბატონო, მეგობრობა რაღაცა უნდა კონდეს. ერთ-ერთი დოგმატებს თუ არ შევეხებითო, ეგ არის ერთი ესე თქვათ. ერთ სიტყვით მე არ ამგონია რომ როდისმე მოხდეს ეს გაერთიანებაო. არ ვამბობ იმას რომ ამათ არ გქონდეს ურთიერთობა, თქვათ, გამარჯობა არ უთხრაო ზოგი ძახის. შეიძლება რაღაცა საკითხებში შეიძლება რაღაცა თანამშრომლობა გქონდეს, თქვათ, აბორტებს ვებრძოლოთ ერთად და რაღაც სხვა მსგავს საკითხებში. დოგმატური ერთობა და როგორც ამბობენ გამორიცხულია. და თქვენ შენც კარგად იციო რომ ამდენ წელია რომ ამდენ დიალოგი მიდისო რა ხეირი ამ დიალოგებისგან არაფერი ნულია შედეგია. Κυρία Τόλια, Κωνσταντίνα, πού βρίσκεσαι? Ωραία, έχεις το λόγο. Χριστός Ανέστη, ευλογείτε γέροντα. Χριστός Ανέστη, Κωνσταντίνα. Να κάνω κι εγώ το ερώτημά μου, το οποίο μου γεννήθηκε από το παράδειγμα που αναφέρατε περί του ότι η παρησία προς το Θεό διατάσσει τον ίδιο το Θεό. Η αγαπητική τήρηση των εντολών του Θεού μπορεί να σημαίνει ότι ο αγαθός και ενάρετος άνθρωπος μπορεί να καταστήσει εαυτόν δικαιούχο της Θείας Χάριτος ή μήπως έτσι φτύρεται ο υπερφυσικός χαρακτήρας της απολυτρώσεως. Ο τηρώντας εντολάς, რო თქვითო რომ შეულიაო ვისაც უკადნიერება აქვს ლოცვაშიო შეულიაო ღმერთო უბძანოსო იქნემო ესო იმას ნიშნავსო რომ ვინცო ღმერთის ნებას იცავსო იმას შეულია მადლი მიიღოს და ვინც არაო ასეო იქნებო
Χάρητη. Χάρητη ასე δικαιούχος. ხო არ ზღუდავთ ღმერთის მოქმედებას. Ουσιαστικά τη χάρη. Και αν πάντα τα პასუხი არ არისო სწორი მიდგომა. უფალი ამბობსო, ვისაც უყვარვარ მეო, ისო ჩემ ცნებებს დაიცავს. როცა ადამიანი ღმერთის ცნებებს იცავს სიყვარულით და უანგაროდ, გძნობს ამ ხელმწიფებას, გძნობთ და მადლს, რომელსაც გვაძლევს ღმერთი. უფლება არასდროს არაფრის არ გვაქვს. უფალმა თქვა, მთელი რჯული რო აღასრულოთო, თქვითო რომ უხმარი მონები ვართ. მაგრამ კაცი, როდესაც ღმერთის სიყვარულით იცავს მის ნებას, მის ლოცვას ძალა ეძლევა და აძლევს მადლი ღმერთი, არ არის უსამართლო ღმერთი. Μου έλεγε, το λέω σε εξομολόγηση τώρα, όταν αισθανθείς μονίμως τον εαυτό σου ως μόνιμον κατάδικο. იოსები, რომელსაც ძალიან სუფთა ცხოვრება ცხონდა ჩვენ მოძღვარი. მთელი ცხოვრება ტიროდა, არა მელანქოლიისგან, არც ემოციურად, ან ფსიქოლოგიური გაუწონასწორობით, არამედ საღვთო სიყვარულის გამო. Διανυχθισωμένου του νόος του, τι είναι. ვეკითხებოდი ხოლმე, რომ რატო არის რომ სუტირი ხართ მეთქი. Και πού μπορεί να καταντήσει χωρίς τον Θεό. და მეუნებოდა რომ როცაო გაიგებო რას ნიშნავს სიკვდილმისჯილი იყო, შენც ესე იტირებ. ღმერთის წინაშეო სულ წარდგებიო როგორც სიკვდილმისჯილიო. ტირის ადამიანის სულიერ, იმიტომ რომ იცის რა ღირებულება აქვს ადამიანს, რისთვის არის მოწოდებული და რა მდგომარეობაში. Της Πανελλήνιας Ενωστολόγων. Άνοιξε το μικρόφωνο σου, Παναγιώτη. Το μικρόφωνο σου κάτω αριστερά. Έλα, Παναγιώτη. Ευλογείται γέροντα Χριστός Ανέστη. Αληθώς Ανέστη. Να ρωτήσω εγώ, η χάρη του Θεού ενεργεί με διαφορετικό τρόπο στα ιερά მისთვის მადლი ეკლესიის χάρη του Θεού. საფრთხმადლიო სხვანაირად მოქმედებსო ეკლესიის საიდუმლოებებში და სხვანაირად როდესაც ღმერთის სიტყვას რო გითხულობთო სხვანაირად მოქმედებსო თუ როგორ არის? Στο Θεό και δεν έκανε το θάρρος της. Αυτό χωρίς να το ξέρει αυτή η αγράμματη γυναικούλα. Αλλά και რამეს გეტყვიო, ბებიაჩემიო, ბებიაჩომსო ქონდაო ძალიან დიდი იმედიო ღმერთისო. ძალიან რთული ცხოვრება ქონდაო. ბებიაჩემ ეს არ იცოდა, მაგრამ ეხლა რო ვფიქრობო, ესო იყო სულიწმინდის ნიჭიო. ზოგს ადამიანს მადლი ზოგს აძლევს მოთმინება, ზოგს ძალას, ზოგს იმედს, ზოგს რას და ზოგს რას, იმის და მიხედვით რა ჭირდება ადამიანს. მაგრამ ყველას თანს დევს სულიერი სიხარული. Όπως ενεργεί σε αυτά που σου είπα, ενεργεί. როგორო ზიარების მადლიო როგორ მოქმედებსო ეს კაცი კითხულობს და ზიარებაც ეგრე არისო. ვისაც რა ჭირდება, იმას აძლევს. სიყვარული, სიყვარული, სიტყვება მარხვა ეს არის, როგორ თქვა, საღვთო მადლის სხვადასხვა ფორმა, ვარიანტი. Αυτός είναι σε καλό μέρος. Είναι της χάριτος αυτό. როცა კაცი გვდება ჩვენი შინაური თქვათ და ადამიანს რაღაც ზებუნებრივად უმსუბუქდება ტკივილი და გულში აქვს იმის შეგრძნება, რომ მისი ეს შინაური ადამიანი ცხონდა. Όπου είναι η μειωμένη η ανθρώπινη παρηγορία έρχεται τι ეს რა არის გონიათ? ეს არის საღვთო მადლის ნიჭი, საჩუქარი. მოქმედება. πρέπει να πάει ის ძალიან ბევრჯერ უთქვავს და ჩემთვისაც პირადად რომ სადაცო არ არისო ადამიანური სადაცო არ არის ადამიანური ნუგეშიო, იქო არისო საღვთო ნუგეშიო და რაც ადამიანი მეტად გაურბის ადამიანურ ნუგეშს, იქ უფრო იმატებს საღვთო ნუგეში.
Αυτό δεν πρέπει. Είναι μυστήριο το πώς έρχεται ο άνθρωπος στον κόσμο. Μυστήριο πώς φεύγει. ადამიანმა მითხრაო ქალმო ახალგაზრდა ქალმა რომ მამა ჩემი რო გარდაიცვალაო და სახშიო მისი ნეშტი მოასვენესო ხატები დავამსხვრიო დემონსტრაციულად. Κανένας απολύτως. მე ვხარი რომ არ მოიქეცი სწორედ იმიტომ რომ კაცი როდის მოდის, როგორ მოდის და როდის მიდის და როგორ მიდის ამ ქვეყნიდან არის საიდუმლო. მეორედ მოსვლის დროს ვერავინ ვერ ეტყვის უფალს რომ უფალო უსამართლოდ მომეკეციან რაღაცა დამაკელიან იმ დროს არ წამიყვანიან ან რამე მსგავს. თავმჯდომარე ამბობს რომ εμείς οι άνθρωποι ως μέλη της Εκκλησίας καταθέτουμε μια απλώς προαίρεση. მადლის მოქმედება არ არის ორწმენაცო? პასუხი რწმენაც ღმერთის მადლის საჩუქარია, იმიტომ რომ მოციქულები რატო თხოვდნენ უფალსო, რატო თხოვდნენ მოგვიმატე შეგვძინე ჩვენ რწმენაო, ანუ მოგვიმატე სარწმუნოება. იმიტომ რომ რწმენაც არის ღმერთის ნიჭი. ეკლესიაშიო ვინც ვართო ჩვენი საქმე არისო რომ ჩვენი განწყობა, ჩვენი არჩევანი დავანახოთ ღმერთს, სწორედ დანარჩენი ყველაფერი არის საღვთო მადლზე დამოკიდებული, რომელიც უძლურთა კურნავს და ნაკლულთა აღავსებს. Τα μέλη της Εκκλησίας μας είναι διχασμένα. Ενώ μέσα στη λατρεία μας ακούγεται πολλές φορές το αίτημα της ενότητας μεταξύ όχι μόνο των χριστιανών αλλά και όλων των ανθρώπων, αυτό δεν το βλέπουμε δυστυχώς να πραγματοποιείται. Τα μέτρα που παίρνονται για τον κορονοϊό από το κράτος και με τη σύμφωνη γνώμη της Διαρκής Ιεράς Συνόδου της Εκκλησίας μας, μάσκες, εμβόλια κλπ. Διχάζουν κλήρο και λαό. Πολλές φορές ეს ეპიდემიის გამო ზომების δεν μετέχουμε. Είναι ασθένεια. Τώρα είναι δυνατόν να ταυτίζεται η μάσκα με την ზოგიო ერთი ნაწილი არისო რომ ძალიან წინააღმდეგიაო ზომებისო, მასკე პირბადების და ასე შემდეგ. მეორებიო პირიქით ზედმეტად იმაშვებიო და ვერ დაყოფილიაო ხალხი. Ναι, προσωπική μου γνώμη είναι ότι αυτή η κατάσταση είναι მე ვფიქრობ, ეს კაცი ამბობს, რომ ეკლესიაში ალბათ ეს, საბერძნეთის ეკლესიის მაინც არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ესე ვართო დაგსაქსულებიო. მოძღვარი ჩაერთო და თქვა, რომ სხვა არისო მედიცინა და სხვა არისო სულიერებაო. რა უნდა თქვას, რომ როდესაც არსებობს სნეულება ობიექტურად, კაცმა უნდა ყველაფერი გააკეთოს, რომ თავი არიდოს მას. რა მიზნებით გააკეთა ვინო და როგორ არ აქვს ამას მნიშვნელობა. ფაქტია, რომ არსებობს სნეულება. დამკაცა ეს ადარდებს, რომ საზოგადოება არის დაგსაქსული. და ხალხი, ოჯახის წევრებიც კი ჩხუბობენ ამის გამო. Παράξενες αποφάσεις, όπως τις έλεγε για κάποιους παλαβούς νόμους. Θα θέλαμε τη γνώμη και τη συμβουλή σας. თან ზოგი წმინდანების სხვადასხვა პოზიციებს მოყავთ თავისი პოზიციის გასამყარებლად. პასუხი. Εγώ δεν συμφωνώ με αυτόν που λένε ότι ξέρεις. Εγώ არ ვეთანხმები იმას, რომ პირბადეს არ ვეთანხმები, რო იძახიან. ზომებს არ ვეთანხმები და ასე შემდეგ. პირბადე არის, რადგან ექიმები ამბობენ, რომ იმისათვის რომ არ გავხდეთ ავად საჭიროა პირბადე გავიკეთოთ, უნდა გავიკეთოთ. ამით არ ჩემი რწმენა მცირდება, არ ჩემი ღვთისმოშიშება. არის რა თქმა უნდა ზომვიც, რომელიც არის უგნურია ზოგი. თქვათ, υπακούει στην Εκκλησία. Τώρα მდგომაო 11 საათზე, 11 მაგივრათო დაიწყეთო 9 საათზეო. არ არის სწორე, მაგრამ ყველაზე მაღალი, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? არის ეკლესიისადმი მორჩილება. შეიძლება არც იყოს რაღაც გადაწყვეტილება სწორი, მაგრამ ერთობისთვის
ყველაზე კარგი არის რომ გავუგონოთ ყველამ ეკლესია რასაც გვეუბნება პირბადებს გავიკეთოთ პირბადეთ, გვეუბნება ამადამ დროს წავიდეთ ეკლესიაში, ამადამ დროს წავიდეთ და ასე შევინარჩუნებთ ერთობას. Είναι καλό να γίνει με καλόν τρόπο, να γίνει καλός. გავიწყდეთ გამოთქმა, სიკეთე არ არის თუ კეთილად არ კეთდებაო. ანუ კარგი არ არის თუ კარგად არ კეთდებაო. Με αυτούς, σαν τώρα το θέμα του εμβολίου. Έρχεται, καλά δεν έχουμε τόσα εμβόλια. Δεν έχουμε εμβόλιο της υπατήτης. აცრების წინააღმდეგ. არც მაქვეთან ხმებიო ზოგს რო კატეგორიული პოზიცია აქვს, იმიტომ რომ ბავშვობიდან რამდენი აცრა გაკეთებულიო. Το γιατρό σας. ჩვენ ექიმებს ვისაც ვენდობით იმათ მოვეთათ პიროთ და დავილაპარაკო და რასაც გეტყვიან ეს გავაკეთო. Μα τι είναι αυτά τα πράγματα? Αυτά είναι αρρωστημένα πράγματα. ეს არ არის ჯანსაღის სულიერი მიდგომა, როდესაც აიგივებენ აცრის გაკეთება არ გაკეთებას აღმსარებლობასთან. Μάλιστα. Μαρία, σ' ακούμε, πού βρίσκεσαι? Μάλλον δεν πρέπει να τα κατάφερε να συνδεθεί. Όχι, είναι μέσα η κυρία Αυγέρη, να ανοίξει το μικρόφωνο της και την κάμερα της. Μαρία. Μαρία, πάτησε αριστερά εκεί να ανοίξει το μικρόφωνο στην οθόνη σου. Έχει πρόβλημα, κύριε Ράκη, με το μικρόφωνο της μάλλον. Ας προχωρήσουμε και να ξαναδώσουμε το λόγο σε λίγο. Στην κυρία από την Αθήνα, η θεολόγος κυρία Γιαννοπούλου Κατερίνα, η κυρία Κατερίνη, πού βρίσκεται? Ναι, καλησπέρα. Χρόνια πολλά. Χριστός Ανέστη, αληθώς ο Κύριος. Ευχαριστούμε πάρα πολύ για την ομιλία σας και για την τιμή να σας έχουμε εδώ στην Πανελληνία Ένωση Θεολόγων. Για την προσγαλάτας επιστολή και συγκεκριμένα για τον καρπό του Αγίου Πνεύμα. ახსენეთო სული წმინდის ნაყოფები, რასაც პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს. სასწავლებელში ბავშვებს ეს როგორ აუხსნათ თუ ეს ნაყოფები რა არისო? პასუხი ძალიან ადვილია. მაგალითად, ბრაზიანი კაციო, ვინ არისო და ვინ არის მშვიდი კაციო? ვინ არის აუხსენითო რა არის თამდაბალი კაცი და რა არის ეგოისტი? ეგოისტი სხვა შეურაცხყოფას აყენებს, ამცირებს. თამდაბალი პირიქით. სახარების ვისაც წამს უნდა იცოდეს რომ პატივი უნდა სცეს სხვა ადამიანს. უნდა შეგვიყვაროთ ყველა ადამიანი ისეთები როგორებიც არიან. ისეთები კი არა როგორც ჩვენ გვინდა, არამედ როგორებიც არიან. ეკლესია ყოველთვის განარჩევს ერთმანეთისგან ადამიანს და ცოდვას. სხვა არის ცოდვა, სხვა არის ადამიანი. ჩვენ ცოდვას უარყოფთ და არა ცოდვილს. Μένα μου είπαν άνθρωποι φρικτά πράγματα που έκαναν και μάλιστα ბერიოსები მეუნებოდა ντρέποντο. Δεν κατέβασα ποτέ άνθρωπο. საშინელი რაღაცები მაქვს ადამიანებისგანო მოსმენილი. თან ისეთი რამებიო, რაცო ცხენოდათო მოძღვრისთვის ეთქვათ და მიუხედავად ამისაო ცხოვრებაშიო სინდისში ჩემ შინაგან გულშიო არავინ არ ξέρω εγώ φιλοσοφία გადამიხაზი ადამიანიო იმის გამო რომ რაღაც ცოდვა გააკეთაო და ეს იმიტომ რომ γι' αυτό και βλέπετε τι λένε οι γέροντες οι Άγιοι. Ανέπαυσες τον αδελφό σου, ανέπαυσες τον Θεό σου. იმიტომ რომ ხედავდიო მათ სინანულსო გულწრფელსო. არ დაგვავიწყდესო რომ ის რასაც წმინდა მამები გვასწავლიანო არისო სახარების გამოხატულებაო. 100 ამოვნე მოყვასო, 100 ამოვნე ღმერთსო. ანუ თუ განუსვენე ძმასო, μονაზნურად განუსვენე η ταπείνωση. Και μην ξεχνάμε όταν ο Χριστός άνοιξε τα εσώψυχά του και οι πατέρες, οι Απόστολοι, οι μαθητές του διερωτούν. ყველაზე მთავარი სათნოება არის ზუსტად ეს სიმდაბლე. როცა არის კაცი თავმდაბალი, სხვებსაც კარგად ეპყრობა. არ დაგავიწყდეთ ქრისტეს მოციქულებმა
მოციქულებმა ერთ სიტყვით არ იცოდნენ მათი მასწავლებელი ვინ იყო. ხან მკვდრებს აღადგენდა, ხან იღლებოდა, ხან ეძინა, ხან ტიროდა, ხან ქარს აჩერებდა. და ქრისტემ წაიკითხა თქვათ მათი აზრები და ეუბნება ნუ იტანჯებითო ამ კითხვებითო მკითხეთო და მე გიპასუხებთო. ჩემგანო პირველი პირიდან პირველ წყაროდანო ისწავლეთო რომ ως χάρισμα. რომ შვიდი ვარ და მდაბალი გულიითაო. არა გარეგნულათო, არამედ გულით მდაბალი ვარო. და ეს არის ღმერთის ნიჭია სიმდაბლე რო იცოდეთ. Παγκράτης είναι επίσης στο παράρτημα θεολόγων Ηλίας, του νομού Ηλίας, στην Πελοπόννησο, να μας πει ο κύριος Παύλος τη δική του ερώτηση. Καλησπέρα σας. Χριστός Ανέστη. Χριστός Ανέστη, Παύλε. Στην ευχή σας, ευχαριστούμε πάρα πολύ που είστε μαζί μας και για τον μεστό λόγο τον οποίο μας καταθέσατε. Βέβαια, η ερώτηση που είχα να κάνω κατά βάση έχει καλυφθεί από πολλά σημεία των... რაც მინდოდა მეკითხვა თქვენ სხვადასხვანაირად უკვე პასუხი გაეცითო, მაგრამ მოძღვარი ჩაერთო, გამეორება არისო, სწავლის დედაო. Ο Απόστολος Παύλος μας λέει στην προς Εβραίους επιστολή ότι μας καλεί να βεβαιωνόμαστε από τη χάρη του Θεού μέσα στην καρδιά μας. Παύλε მოციქული ამბობს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ჯობიაო მადლითო გავამყაროთ გულებიო ვიდრე საჭმლითო. და ქრისტეო არისო დღეს გუშინ დღეს და მარადის იგივეა. კითხვა მაქვს შემდეგი რომ როგორ გავიმყაროთ ასე უფალშიო? რა არისო სწორი სულიერი ცხოვრების და ეკლესიური ცხოვრების მადლის მოქმედების კრიტერიუმი? პასუხი. ეკლესია თვითონაც არსებობს, ადამიანმა შეიძლება ეს კრიტერიუმები იპოვოს და იცოდეს. რომელია სულიერი გამოცდილება სწორი და რომელი არ არის, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო გზა არის რომ ყავდეს სულიერი მოძღვარი, რომელიც ის არის რომ ყავდეს მოძღვარი და ჩვენი სულიერი გამოცდილება ვინმე დაგვიდასტუროს. ყოველთვის უსაფრთხო გზა არის სულიერ მამას დავეკითხოთ ხოლმე, იმიტომ რომ მადლის მოქმედებას ხშირად ეშმაკიც ბაძავს ხოლმე. Βλέπω ότι οι ερωτήσεις είναι όλα από το Διοικητικό Συμβούλιο. Ναι, γιατί προλάβανε και σήκωσαν πρώτο το χέρι τους και πήραν προτεραιότητα. კითხვებს უმეტესად სვავენ მართველი საბჭოს წევრები სვავენ და მოძღვარი საჩივარივით ეუბნება რომ სულ სიტყვასო იმათ აძლევო ვინცო შენი საბჭოს ისენი არიანო. მაგრამ თავმჯდომარემ თავი გაიმართლა რომ ვინცო მოასწრო ხელისაწევა იმას ვაძლევო სიტყვას. Μία ερώτηση θα ήθελα να σας υποβάλω. Πόσο σημαντική είναι και ποια είναι η σχέση της πίστεως με τη βίωση της χάριτος? რწმენისა და მადლის გამოცდილებას რა კავშირი აქვს ერთმანეთთან? Πότε αυξάνεται? როდის იზრდებაო? წმინდა მამები ამბობენ, როდის λέμε θέκλα θωρώ. Θωρώ σημαίνει σε βλέπω, σε θωρώ. Άρα λοιπόν η πίστη της θεωρίας τι είναι? Βλέπω τα στίγματα και τα... Ράτσο με τη სულიერი ცხოვრება აქვს ადამიანს სწორი, გამოცდილება აქვს სულიერი გამოცდილება, იმდენად რწმენა უძლიერდება ადამიანს. Δεν θέλουν να λυπάσει υπερβολικά, πολύ υπερβολικά λυπάσει και δεν κάνεις καλά. მაგრამ ისო შენო პირადად კიდე იმ რჩევას გეტყვიო რომ ძალიან გულთან ახლო მიგაქ ყველაფერიო და არ გარგებს ეგრეო. იძენსო ადამიანიო, როდესაც სულიერად სწორედ ცხოვრებსო, ეზრდება, ძლიერდება მასშიო ასე ეგრეთ წოდებული ჭრედის რწმენა, ანუ ხედვის რწმენა, როდესაც ადამიანი ხედავს თავის ცხოვრებაში ღმერთის უშუალო ჩარევას და ასე უმყარდება რწმენა, უძლიერდება.
Ανέστης εκ νεκρών. Εγάρ θανάτου προς ζωήν. Η αλήθεια είναι αυτή. Πράγματι, προσευχήθηκαν πολλοί κόσμος για σένα όμως. Ξέρω, Γέροντα, το ξέρω. Είχαμε μηνύματα. Είμαστε στο σπίτι. Με τις ευχές σας να συνεχίσουμε. Ξεπεράσαμε τα δύσκολα. Δόξα τω Θεώ, Γέροντα, ευχαριστώ. Τις ευχές σας προς ευχές σας. Მადლობას გიხდითო ლოცვისთვის. ნამდვილი გოლგოთა გამოცადეთო მამა. Πολλά πράγματα γίνανε, δόξα τω Θεώ. Με τις ευχές όλων. Πολλές προσευχές όμως, να ξέρεις ότι... ბევრი ხალხი ლოცულობდაო შენზე. ათასობით ადამიანი ლოცულობდა. ვძნობ. გვინდაო რომ მინდაო რომ ეს პაპადია ეძახის ფოფოდია. მინდაო რომ ზაფხულშიო თქვენთან ჩამოვიდეს. Θα γίνει, αλλά θέλει υπομονή ακόμα. Λίγο υπομονή. Πάντως კიდე მოითმინეოდა. ყველაზე საშიში პერიოდი უკან არის. Χαιρετίζουμε και τους θεολόγους, τους αδελφούς εδώ πέρα που κάνουν μεγάλο αγώνα. Εγώ μπορεί να μην είμαι καθηγητής, αλλά είμαι και θεολόγος, έχω το πτυχίο. Οπότε ανήκω στην ευρύτερη... არა ვარ პროფესორი, ლექტორიო, მაგრამ ღვთისმეტყველების დიპლომი მეც მაქვს, ამიტომ ვიციო რა სირთულეები აქვთო პროფესორებს, მაგრამ ახალგაზრდებსაც ჭირდებათო მათი სიტყვა. Εκεί πέρα πολλοί τα βοηθάνε, τα προβληματίζουν τα παιδιά. და ვიციო რომ მეც გამოცდილებიდან ვიციო რომ მართლა როდესაც სწორად ცხოვრობს მასწავლებელი, რამდენად დიდ სარგებელს აძლევს სტუდენტებს. Άρα αξίζει. Και ένα παιδί από αυτά δεν ξέρουμε τι μπορεί να γίνει στο μέλλον. Να προσευχόμαστε, Πάτερ Σπυρίδη. Έρχεστε, Γέροντα, έρχεστε. Χριστός Ανέστη. Νομίζω, Γέροντα, και ο κύριος Δήμου είναι στο νοσοκομείο. Τον έβλεπα, τον είδα γι' αυτό και το χαιρέτησα. Ανάση το μικρόφωνο, σε παρακαλούμε. Δεν μπορεί να ανοίξει το μικρόφωνο. Αν τα καταφέρει σε λίγο, θα το ξανά... Ποιος είναι? Ποιος? Ο κύριος Δήμου, δεν μπορεί να ανοίξει το μικρόφωνο. Τον είδα απέναντι με το οξυγόνο. Οι υπότροφοι από το πρόγραμμά μας θέλουν να κάνουν κάποια ερώτηση, Γέροντα. Μάλιστα. ჩვენი მაგისტრანტების განსტაუსებენ კითხვას. Χριστός Ανέστη, Αναστάση. Θα θέλαμε όλοι μας να σας εκφράσουμε και δημόσια την ευγνωμοσύνη μας που μας φιλοξενείτε εδώ στη Μονή και το ότι μας δώσατε την ευκαιρία να συμμετάσχουμε σε αυτό το πρόγραμμα προχωρημένων σπουδών, το Ευγένιος Βούλγαρης. Η ερώτησή μας θα είναι η εξής. ამ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცით. Ένωση της ακαδημαϊκής και της εμπειρικής θεολογίας. როგორ შეიძლება აკადემიური და გამოცდილებისეული ღვთისმეტყველების შეერწყმაო. პასუხი. როდესაც ადამიანებს აქვთო აკადემიური და გამოცდილებისეული ღვთისმეტყველების წარმოადგენლებს აქვს ერთმანეთთან ურთიერთობა, ასე შეერწყმება ეს ორი დარგი ერთმანეთს. სამედიცინოში როგორ ასწავლიან ბავშვებს, მიყავთ ლაბორატორიებში აჩვენებენ, ასევე ლაბორატორია სულიერი არისო მონასტერი. Ότι η προσπάθεια αυτή που γίνεται φέρνει μεγάλους καρπούς. Έχουμε δώσει και μια η προβολή των συγχρόνων Αγίων της Εκκλησίας τώρα που το Οικουμενικό μας Πατριαρχείο αγιοκατέταξαν. Αυτό είναι σημαντικό και ότι έτσι ακριβώς τονίζουμε αυτό που ανεφέρθη. Χθες και σήμερον και στους αιώνας ο Χριστός είναι ο ίδιος. Έτσι. Ამას კიდე წმინდანების წარმოჩენა ეხმარება ყველა ძალიან, იმიტომ რომ
των πατέρων σε ένα άλλον από την πρώτη. წმინდანების ისა წარმოჩენა ეხმარება ამ პროცესსაც, იმიტომ რომ ეგ არის მიზანი ყველა ადამიანისა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ არ დაგავიწყდეთ, რომ წმინდანები არ არიან მარტო ცნობილი წმინდანები. ერთხელ ერთი საძვალეში რემონტს ვაკეთებდით ნეასკიჩი და უცნობი რაღაც ძვლები, რომლებიც ფაქტიურად მიწაში იყო დამარხული, კეთილსურნელებას გამოსცემდნენ. Η κυρία Βασιλική Πετροπούλου. Γέροντα, η δική σας η παρουσία μας προκάλεσε τόσο όμορφα, αλλά ήταν και μια καλή ευκαιρία μιλώντας στην Μπεθ της Ελλάδος και την Μπεθ της Κύπρου, όπου και εκεί λίγο αργά Ηρακλή μπήκανε τα παιδιά, ο πρόεδρος, και δραστηριοποιήθηκαν, και αυτό το λόγο να γίνεται η συνεργασία. Νομίζω ότι ήταν καταλυτικές όλες οι απαντήσεις, αλλά კმაყოფილია ამ საუბრით. ეცნობილი ის არის ღვთისმეტყველი, უკვე ხნიერია, იცნობენ. და ყველა პასუხიო, თქვენი პასუხი მოწმობს თქვენ დიდ გამოცდილებას. Του έργου το οποίο γίνεται σε όλο το Άγιον Όρος, ασφαλώς, αλλά ιδιαίτερα η προσπάθεια η οποία γίνεται από την καθοδήγησή σας, από το Βατοπέδι και τους συνεργάτες σας. Να κρυβεί πόλη σε πάνω όρους κειμένη. ქალაქიო მთაზე დაშენებულიო არ შეიძლება დაიმალოს. Με μια ταπεινή διάθεση να კარგიაო რომ ეგეთი თანამშრომლობა ქონდეს. და ვაღიაროთო ერთმანეთის დადებითი მხარეები უნდა შეგვეძლოსო ვაღიაროთო. Έτσι, Νίκο. Δόξα τω Θεώ, κύριε καθηγητά. Να είστε καλά. Ευχαριστώ πάρα πολύ. Η κυρία Βασιλική Πετροπούλου. Μάλιστα. Ευχαριστώ πάρα πολύ. Χριστός Ανέστη. Αληθώς Ανέστη. Γέροντα, σας αγαπώ. Σας ευχαριστώ πάρα πολύ για το λόγο. Δεν είμαι θεολόγος ακόμα. Είμαι στο τρίτο έτος της θεολογικής στο ΕΚΠΑ. Υποεκόλαψη θεολόγος. მე ვარო ჯერ ღვთისმეტყველები მას არა ლექტორი. Ήθελα να κάνω δύο ερωτήσεις, θα κάνω τη μία. Αλλά απλώς θέλω να πω για το λόγο σας ότι οι Άγιοι είναι πάντα επίκαιροι. Από το 2017 στη σχολή, τώρα οι θεολόγοι κάνουν και παιδαγωγικά μαθήματα για να πάρουν επάρκεια. Και αυτό που πάντα μας τονίζει ένας κύριος καθηγητής, ο κύριος Λιάγκης, είναι ότι τα παιδιά πάντα θέλουν να ακούσουν, όπως είπατε κι εσείς, αρκεί να συνδέσουμε, γιατί το ρώτησα, ბავშვებსო ყოველთვის სტუდენტებს აინტერესებს და სკოლაში ბავშვებს აინტერესებს τους εμπειρία στο τώρα και τότε θα μας ακούσουν. აინტერესებს წმინდანების ცხოვრება, მაგრამ ის რაც აინტერესებს Πρώτα πρέπει να τους το συνδέσουμε με ένα βίωμα აინტერესებთ ამ წმინდანების ცხოვრებას, როგორ შეიძლება დაუკავშირდეს მათ პირად ცხოვრებას და მათ რაღაც პირად გამოცდილებას. Θέλω όμως να μου πείτε για αυτό που λέει στους Γαλάτες για το όταν μέσα στην καρδία μας θα κράζει το αβάο πατήρ, είναι ανώτερο από το Κυρίου Σου Χριστέ ελεησόν με. Αυτό θέλω να μας κάνετε δηλαδή... მოციქული რო ამბობს ამბა მამაო, ანუ დიდებ ღმერთს რო ადიდებს. ego უფრო დიდიაო თუ უფალო იესო ქრისტე შემიწყალემ. Εάν λέγει Ιησού μόνον, εάν λέγει Κύριε ελέησον. მოწვარი ამ პასუხობს. Το ζήτημα უფალო იესო სიტყვი თუ უფალო იესო ქრისტე შემიწყალემ თუ იესო ქრისტე სიტყვიო, ეგ არის მეორე ხარისხოვანია, მთავარია რომ
καρδία διαλείπτως, διότι ο Απόστολος Παύλος λέει πάντοτε გულის ადამიანის გული განუწყვეტლად იყოს ღმერთთან ურთიერთობაში. Άρα λοιπόν πρέπει να υπάρχει μια მოუკლებლად, ანუ განუწყვეტლად ლოცვას აქვს მნიშვნელობა და არა იმას რა ფორმით გააკეთებს ამას ადამიანი. Ამას ამბობს პავლე მოციქულიც და ამას ასწავლიან წმინდა მამებიც. που λέει ότι για να καταλάβεις κάποιον πόσο αγαπά τον Θεό, Ιωάννη Οκροπήρη რო ამბობს, გახსოვთ? το ρώτησε έμμεσα. Πόση ώρα προσεύχεσαι και θα καταλάβεις. Οκροπήρη რო ამბობს, კაცის ღმერთი უყვარს თუ არაო, იმით მიხვდებიო, რამდენი ხანი ლოცულობს. ნუ კითხავო, ადამიანს ღმერთი გიყვარს თუ არაო, კითხეო, რამდენს ლოცულობ. Σαν ένας νεότερος Γρηγόριος Παλαμάς, ετώνησε και απέτησε και πραγματικά πρόβαλε την ευχή, την αδιάλειπτον ευχή. Ამას უსმევდა ხაზს წმინდა იოსებ ისიხასტიც. უკანასკნელი დროის წმინდანი. შეუძლებელია ღმერთის განუწყვეტელი მოხმობის გარეშე ღმერთთან ერთობა. Οι πατέρες, οι μοναχοί διδάσκονται να προσεύχονται όσο το δυνατόν αδιαλείπτως. მონაზვნების მიზანიც, მონაზვნებს ეგ მიზანი აქვთ, რომ შეიძინონ და არა მონაზვნებს, მაგრამ მონაზვნებისთვის ხელსაქმეა პროფესია, რომ კონდეთ განუწყვეტელი ლოცვა. Λέγεται Γέροντα, Χριστός Ανέστη. Αληθώς Ανέστη Μανουέλ. Εγώ εντάξει δεν είμαι, ούτε σπουδάζω θεολογία, άλλο επάγγελμα σπουδάζω. Τι σπουδάζεις? Ζωικής παραγωγής. Είμαι στο Και πού ξέρεις ότι δεν είσαι θεολόγος? Ξέρω. Δεν λέει το πατερικό. Ή προσεύχει αληθώς θεολόγος ή? მე არ ვსწავლობ ღვთისმეტყველებაზე, სხვა რაღაცაზე ვსწავლობ პირგავიკი. პერი ამბობს, მამა ამბობს, რომ თუ სწორედ ლოცულობ, ღვთისმეტყველი ხარო და თუ ღვთისმეტყველი ხარო, მაშინ ლოცულობ კიდევაც სწორედ. Πώς μπορούμε να κρατήσουμε τη φλόγα του θείου έρωτος χωρίς να μας επηρεάζει το κοσμικό φρόνημα? Πώς შევინარჩუნოთ ღმერთის სიყვარული ისე, რომ ამ ქვეყნიურმა სულმა არ შეგვიპყროს? პასუხი, უნდა დავიცვათ ღმერთის მცნებები და ღმერთისა უნდა გავიგონოთ და არა ადამიანების. ღვთისა მორჩილება ჯერ არც და არა უფრო მეტად ვიდრე კაცთაო. და ქრისტეც ამბობს, რომ თუ მე გიყვარვართო, ჩემ მცნებებს დაიცვაც. ვისაც უყვარვარო, ჩემ მცნებებს იმარხავსო. ანუ ესე იგი, შესაბამისად, როცა კაცი მცნებებს იმარხავს, სიყვარულიც ეძდება ღვთისა გულში. Έτσι είναι. Δηλαδή ούτε αμαρτία μπορεί να τον εξαλείψει. Τίποτα. Όχι, όχι, τίποτε αμαρτία. Η αμαρτία εξοβελίζεται από το θείο έρωτα. Όταν σιγουαρούλη εξοβελίζεται η αμαρτία. Τσόντουις ντόμας καντεύνης αδαμιανής. Σε κάθε ακολουθία πρωινή, εσπερινή, βραδινή, καταξίωσον Κύριε, αναμαρτήτως φυλαχθήνε ημάς. Αμήτωματς λότσουλο, ყველა მსახურებაზე ღირსყვენ უფალო, უცოდველად დაცვაჩვენდა. Να δοκιμάσουμε πάλι τον κύριο Δήμου. Ναι. Γέροντα, με ακούτε? Ναι, Χριστός Ανέστη Θανάση μου. Αληθώς Ανέστη, Γέροντα. Προσευχόμεθα και εσύ Ανέστης εκ νεκρών. Και εγώ Ανέστη εκ νεκρών. Όχι του Λαζάρου όμως, τη Μεγάλη Δευτέρα. Βγήκα από την εντατική τη Μεγάλη. Άρα ριχτήσουμε το όλη νατσνοβία. Και παρέμεινα πάλι εκτός, αφού αποσωληνώθηκα, είχα μείνει στην εντατική γιατί υπήρχε η δυνατότητα μέχρι το Πάσχα. Μάλιστα. Κατσουάλτα, ράμδεν είμαι κουίρα reanimაციაში. Δεν μπορώ να περπατήσω καλά, δεν μιλάω καλά. Έρχεται თუ ეგავიდა ფაქტიორა და სიარული დღემდე არ შეუძლია. Το ξέρω, Γέροντα, και σε ευχαριστώ πάρα πολύ. Εγώ οι πατέρες όλοι προσευχόμεθα με πολύ αγάπη. Μάμε λოცულობენო შენზე ყველა. Δεν θα μπορούσα να ξανάρθω στο μοναστήρι διαφορετικά. Თქვენ ლოცვა რო არ ყოფილიყო, ვერ გადავჩებოდია. Ο Θεός είναι μαζί σου, μη φοβάσαι. Ღმერთი და გეხმარება და ნუ გეშინიო. Παναγία να σε σκεπάσει.
Κύριος Κωνσταντίνος Κορμπίλης. Χριστός Ανέστη, γέροντα, την ευχή σας. Χριστός Ανέστη, είσαι σαν το δόκιμο, Κωνσταντίνε, τώρα. Πήραμε και την ευχή. Απλά ήθελα να μεταφέρω τα σεβάσματα του γέροντα Σοφρονίου από το ακροτήρι και να σας πω, γέροντα, μεθαύριο στη Σχολή Γονέων έχουμε μια έκτακτη εκδήλωση. Το Σταμάτης Πανουδάκη, ο οποίος όπου σταθεί και όπου βρεθεί μιλάει για τον Χριστό. Σε 48 ώρες ακριβώς από σήμερα θα τον έχουμε. Μου έκανε εντύπωση ένας λόγος που είπε ότι έχω βαρεθεί να βλέπω ανθρώπους να πολεμούν τον Χριστό αφού πιστεύουν ότι δεν υπάρχει. Άρα γιατί πολεμείς κάτι το οποίο δεν υπάρχει. Αυτός ο άνθρωπος πραγματικά, όσες συναντεύξεις έχω ακούσει, με συγκλονίζει με την αλλαγή του, με τον τρόπο ζωής του, που μιλάει συνεχώς για την Ελλάδα. Και αυτοί οι άνθρωποι που εφωτίστηκαν και είναι στη μετάνοια, ξέρετε, είναι μια καλή μαρτυρία για τον κόσμο. Πολύ καλή μαρτυρία. Ვიღაც ადამიანზე ამბობს, არ ვიცი ვინ არის, ვინცო ბევრს არ ვიცი ვინ არის, ქადაგებს ქრისტეს. Γέροντα, Χριστός Ανέστη. Χριστός Ανέστη, Δημήτρη. Γιατρέ μου, τι κάνεις? Δόξα τω Θεώ, σας ακούμε με πολύ αγάπη. Ήθελα να σας ρωτήσω, όσο ολόψυχα και ολόθερμα επιθυμητή κι αν είναι η έλευση της Θείας Χάριτος για όλους μας, μπορεί... სასურველი არ უნდა იყოს კაცისთვის მადლის ძიება, იქნებ რაღაცნაირად სახიფათოც არის, რომ კაც უნდოდეს მადლი ქონდეს. საიდანაც დავიწყეთ, ყოველთვისო როც რამე გვაქვს კითხვა და გაუგებრობა, უნდა მოძღვარს დავეკითხოთ და როცა მოძღვარს ეკითხება კაცი, უსაფრთხო გზაზე დგას. ძოლს მოკითხვა გადაეცი. Χριστός Ανέστη. Υπομονή, άντρε, υπομονή. Ναι. ძოლს ეუნება, მოთმინება უნდა ქონდეს. არ მახასიათებსო დიდი მოთმინებაო, მაგრამ ვცდილობ. Καλά, η Παναγία μαζί σας. Χριστός Ανέστη. Γέροντα, να κάνουμε την τελευταία ερώτηση. Τελευταία και την ελικήτου. Η κυρία Σαββοπούλου. Χριστός Ανέστη, γέροντά μου. Αληθώς Ανέστη. Ο Θεός να σας αγιάζει όλους τους πατέρες, σας αγαπάμε πολύ. Όταν είπατε ότι ο ταπεινός αισθάνεται ότι είναι κάτω από όλη την κτήση. Και συνάμα είπε. თქვით რომ თავდაბალი კაცი გძნობს რომ ყველაზე და ყველას ქვეშ არისო. მოძღვარმა გაუსწორო რომ ყველას ქვეშაც არისო. ყველაზე დაბლა გძნობსო თავის თავსო. მაგრამ მეორე მხრივ ღმერთი ამაღლებს იმავე დროსო არისო ყველაზე მაღლაო. παραδοξιάω. Όχι εγώ, όλοι οι άνθρωποι, πραγματικά είμαστε πιο κάτω από τα ζώα. Πραγματικά δεν ξέρω φικρόπο რომ ადამიანებიო ცხოველებზე უარესები ვართ. Ο βασιλεύς στις κτήσεις ქმნილების მეუფე არისო ადამიანიო. ცხოველსო მარტო ინსტინქტი აქვს, ადამიანს კიდე აქვს უკტავისულიცო, რაც არ აქვს ცხოველს. ადამიანს აქვს სინდისი, რაც არ აქვს ცხოველს მაგალითად. Ζωολατρία και ζωοφιλία είναι ζωοφιλία დღეს რაც გავრცელებული არ არის სწორი. Φίλο των ζώων. Όταν ήμουν στη φυλακή τότε τις ωραίες μέρες που ήμουν στον Κορυδαλό, ήρθε ένας εκεί υπάλληλος. ψυχაში რო ვიჯექითო, ერთ თანამშრომელს იქაურს ძაღლი მოუკვდა და მოიტანაო რაღაც ტკბილეულობა მოიტანა ციხეში რომ ქელეხივით გადაეხადა ძაღლისთვის. რო ვკითხეო რა მოხდაო და მითხრაო ძაღლი გარდაიცვალაო და მე ვთხარიო ჩაძაღლდაო, მაგის მერე დანახვა აღარ უნდა და ჩემიო. Να κατακλείσει ο κύριος Ζεραράκης. Το μικρόφωνο σας, κύριε καθηγητά. თავმჯდომარე დასრულებს შეხვედრას. Γέροντα, εσείς θα κλείσετε οπωσδήποτε είτε με προσκυνείο. Μάμα, πρέπει თქვენ თქვით ბოლო სიტყვაო. მე უბრალოდ მადლობას გეტყვითო. მინდა ის გითხრათო რომ
Σκεφτήκαμε ότι χρειάζεται μια επικοινωνία μεταξύ μας, μεταξύ των ჩვენც θεολόγων, ვიფიქრეთო, რომ και να παίρνουμε δύναμη και συμβουλές από ανθρώπους σαν και εσάς που μπορούν όχι απλώς να μας κάνουν ένα σεμινάριο για να μαθαίνουμε οι θεολόγοι. ჩვენც თავიდან რომ დავიწყეთ ეს დისტანციური შეხვედრებიო, ვიფიქრეთო, რომ არ არისო საჭირო, აუცილებელია ეგეთი ურთიერთობა მაინც გქონდესო, იმიტომ რომ სემინარის ჩატარებები კი არ გვინდაო მარტო, არამედ გვინდა ეს სულიერი ურთიერთობა, გვინდა თქვენი ლოცვა და დიდ მადლობას გიხდით. პასუხი. როგორცო დასაწყისში ვთქვიო, ირაკლი, მე მიყვარს თქვენი კავშირიო, თქვენი საზოგადოება. ვიცი რომ ხართ ადამიანები, რომელსაც ღმერთი გიყვართო, ცდილობთ ეკლესიისთვის, რაც შეგიძლია აკეთებთო და იმასაც ვხედავ, რომ ნაყოფები აქვს თქვენ საქმიანობას. Και εσείς είστε τολμηροί άνθρωποι. და როგორც ამბობდნენ ჩვენი წინაპრებიო, ვინცო გამბედავია, ის აღწევს წარმატებას. და თქვენ ხედავო, რომ თამამი ადამიანები ხართო, გამბედავი ადამიანები და ღმერთიც გეხმარებათო. და ჩვენცო ეკლესიის დიდებისთვის რაც შეგვიძლია ყველანაირად დაგეხმარებით. არ არისო სხვა სახარება მონაზვნებისთვის და სხვა სახარება ერის ხალხისთვის. ჩვენი ბერი ამბობდაო მამა იოსები, რომ დაოჯახებული კაცი თუ სწორ მონასტერში მოვიდაო, ამ მონასტრიდან რომ მიდის, თავისი ოჯახის ქორწინების უფრო მეტი რწმენა ეძლევაო. Να αγωνιζόμεθα για την Εκκλησία, για τη δόξα της Εκκλησίας. ორივე მხარემო უნდა გავისარჯოთ, რომ ღმერთის დიდებისთვის ვიღვაწოთო და ღმერთის და ეკლესიის დიდებისთვის. Που πήλε άντου κατησχίσους είναι αυτής. იდიდოს ჩვენი ეკლესია, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. Ο οποίος είναι μακαριστός τώρα, ο Ειρηναίος ο Γαλανάκης, Χυσάμου και Σελήνου, τον γνωρίσατε ενδεχομένως. Τον γνώρισα και εγώ όταν πήρε την Αγία Ζώνη, όταν ήταν και ο Ειρηναίος ο νυν αρχιεπίσκοπος στα Χανιά τότε. Βεβαίως, αυτό λοιπόν έλεγε για τους θεολόγους και αυτό δεν το ξεχνάω ποτέ. ერთი ეპისკოპოსი ამბობდაო, ღვთისმეტყველებიო მხოლოდ მაშინ მიაღწევო. Αγαπητέ μας γέροντα, ღვთისმეტყველებიო მაშინ წარემატებიანო, მხოლოდ როდესაც გახდებიანო ეკლესიის ამბიონებად უნივერსიტეტებში. Στην καρδία αυτού που ვინარიო ნამდვილი ღვთისმეტყველი, ვის გულშიცო ღმერთი მეტყველებს. და ამას გისურვებსო, რომ გულში კონდეთ ეს ღმერთის ცეცხლიო და გამოცდილებისეული ღვთისმეტყველება კონდეთ გულში, რათა გადასცეთ სხვებსაც სწორი ცოდნა. ქრისტე აღდგა. Σας ευχαριστούμε πάρα πολύ κύριε Ρεράκη, ευχαριστούμε πάρα πολύ το Διοικητικό Συμβούλιο της Ένωσης, της Πανελλήνιας Ένωσης Θεολόγων που είχαμε για αυτή τη σύνεχση. Γέροντα, σας ευχαριστούμε πάρα πολύ την ευχή σας. Χριστός Ανέστη Νίκο, περαστικά σου. Ευχαριστώ πολύ για την επιλογή. Χριστός Ανέστη εκ νεκρών θανάτου, θάνατον πατήσας και της μνήμας η ζωή χαρισάμενος.